შეკითხვა არ დამისვამს. მე უბრალოდ გითხარი რომ დაე იყოს ის არჩევანი და არა აუცილებლად. მაშინ აქ რატომ მოხვედი? ანუ ტიპი ეთანხმება რომ ძაღლები დაიწვას. ეთანხმები ხო? აი, ვინ გამოიტანა ეგ აზრი აქ? მე გამოვიტანე. შენ შენს ქცევაზე არ გინდა პასუხისმგებლობა და ლომს უნდა მოუთხოვო. გამარჯობა, მე ვარ არჩილი, ვეგანი და დღეს ჩვენ ერთმანეთის წრეში დავუპირისპირდებით არა ვეგანები და ვეგანები. ცხოველების ექსპლუატაცია დღეს ამორალური არჩევანია და არა აუცილებლობა. ანუ გეტყვი რომ დღესო ცხოველებს ვკლავთ და ვჭამთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს. შემახსენე გიორგი? მე ვარ ნაკე, გამარჯობა. ნაკე ხო. გამარჯობა. შენ რა საქმიანობ? მე ვარ ადამიანი, ვინც ადამიანებს ათრობს. ანუ სასმელს? ანუ სასმელს ვაწარმოებ. რატო აწარმოებ? მგონია რომ ადამიანებს სჭირდებათ. ბაზარზე მოთხოვნა არის? მოთხოვნა არის? ადამიანებს სჭირდებათ სიამოვნებისთვის ცხოვრება. რომ ადამიანი ეგეთი ცხოველია, ჩემი აზრით, რომ უნდა ისიამოვნოს რაღაცებით. აი რატო გონია რომ ცხოველების ხოცვა არ არის აუცილებელი. ანუ როგორ გონია, როგორ შეიძლება ადამიანები გადარჩნენ, რო არ ქონდეთ ამდენი საკვები. ვეგანები ის ხალხი ვართ, ვინც წარმოვადგენთ იმ მომენტს, რომ ცხოველების გარეშე ვცოცხლობთ. ანუ მათი ექსპლუატაციის გარეშე კვება გვაქვს მაქსიმალურად სრულყოფილი, ჯანმრთელობის მხრივ ყველანაირად, ანუ არ გვაქვს მიზეზი იმის, რომ ჩვენ ცხოველები გამოვიყენოთ. და სტატისტიკა გაქვს დაახლოებით რამდენი ხართ სოფლიოში აი ამ 8 მილიარდიდან? 100 მილიონზე მეტი. 100 მილიონზე მეტი. ეხლა წარმოვიდგინე რომ 100 მილიონი ადამიანი ჭამს მხოლოდ ვეგანურ საჭმელს და დაამატე ამას კიდე 7 მილიარდ 900 მილიონი. რამდენად ლოგიკურად გეჩვენება რომ ესენი ეყოს? თავიდან მკითხავი ვერ გავიგე. აი რამდენად ლოგიკურია რომ 7 მილიარდ 900 მილიონი ადამიანი რომ დაამატო კიდე ვეგან მხარეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ რაც არის ეს სცენარიული საკვები ეს ეყოს შენ იცი რამდენი ცხოველი არსებობს ეხლა რომელსაც ჩვენ ექსპლუატაციას უწევთ, რამდენი მილიარდია შენი აზრით? ცხოველი რომელსაც ჩვენ ეხლა ვაჭმევთ საჭმელს. და მაგას შეჭამ მერე შენ. ანუ მაგის 80 მილიარდი ადამიანი რამდენია? და ადამიანი რამდენია დედამიწაზე? ადამიანი 8 მილიარდია. და ნახე, ცხოველი არსებობს 80 მილიარდი, რომელსაც ადამიანი იყენებს საკვებად. შენ წარმოიდგინე ეხლა რამხელამად აქვს ცხოველს 80 მილიარდს, ჯერ ეს უნდა გამოკვებო კარგად, მთელი რესურსები უნდა დაახარჯო, მერე შენ უნდა წაიყვან, უნდა დაკლა და აქედან წარმოიდგინე შენ მასაც რასაც აჭმევ, რასაც ხარჯავ, მის უმცირეს პროცენტს იღებ და მაგით იკვებები. ჩვენთან რო შიმშილობენ ხო იცი დედამიწაზე ადამიანები? რა თქმა უნდა იქ. რატო შიმშილობენ შენი აზრით? ეგ ცოტა სხვა მხარეა ვიდრე ვეგანობა და არა ვეგანობა. ეს არის ეკონომიკის მიმართულება. არა, საჭმელი გვაქვს. ნახე, ერთ მხარეს გვაქვს მშიერი ბავშვები, მეორე მხარეს გვაქვს 80 მილიარდი ცხოველი. შენ რომელს ირჩევ რომ პირველი გამოიკვებოს? რა თქმა უნდა ბავშვები უნდა გამოიკვეთოს, ჩემს ზუსტად ვეგანობა რომ ადამიანი უფრო მნიშვნელოვანი ცხოველია ჩემთვის. ვიდრე ჩვენთვისაც ვეგან ნახე ვეგანები ვარ შეგვიძლია ადამიანები ვართ რა მონადირი არსებები ადამიანმა გადაწყვიტა თავის დროზე საჭიროება რო არ ქონდა არა ეგ საინტერესო თემა უბრალოდ მინდა რომ ამაზე გვიპასუხო ნახე მე ესეთი რაღაც მინდა პირდაპირ კითხო აქეთ არის მილიონობით ადამიანი 800 მილიონი ბავშვი შიმშილობს ადამიანი რა ბავშვი იყოს ქალი იყოს კაცი იყოს აქეთ არის 80 მილიარდი ცხოველი შენ რო არჩევანი გქონდეს პირველი საჭმელს ვის გაუწუდი ბავშვს თავისთავად და ეხა შენ რო არა ვეგანი ხარ იცი რას აკეთებ იმას უწუდი და ჩვენ ვართ და ისევ იმიტომ რომ ის გამოვიყენოთ საკვებად. ხო და შენ რო ამ ადამიანებს მისცე რასაც იმას აჭმევ, შიმშილი აღარ იქნება დედამიწაზე. ვეგანები მაღაზიაზე ვართ. ეს თეორია რომელზეც დარწმუნებული ვერ იქნები. დარწმუნებული? ანუ ეგ არის კვლევები დადასტურებული, რომ ვეგანები მაგიტო არსებობთ, რომ ხედავთ უსამართლობას, შენ გაწუხებ რაღაც ხო ეგრეა? რითი არის უსამართლო? ის რომ ბავშვი მშიერია. ბავშვი ამოსავალი წერტილი ის არის რომ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ მოსულა ცხოველი. ჩემი ამოსავალი წერტილი არის სიცოცხლე. რომ ბავშვები სიცოცხლის პატივისცემა სხვა არსების. ნახე, ჩემი ამოსავალი წერტილი ჩვენი და პირადად ჩემი არისო, ნებისმიერი ცოცხალი არსება, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობს. იქნება ეს ჩემი სახეობა თუ სხვა სახეობა, იმსახურებს სიცოცხლეს. თუ მე მაქვს ამის არჩევანი ალტერნატივა, მე რა თქმა უნდა მას პატივცემ, თუ არ მაქვს მონადირე ვიქნები და შეიძლება ისე დავაზიანო, რომ ვერც კი იფიქრო, რომ ადამიანს შეუძლია გააკეთოს. თუ ინსტინქტამდე დავიყვან ჩემს თავს, იგივე ვიქნები რაც მგელი და ლომი, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ჩვენ გავწვდით ლომს და მგელს და ვართ ადამიანები, რომელსაც შეგვიძლია შევაფასოთ და მე პირდაპირ გეკითხები. 8 მილიონი ადამიანი შიმშილობს, 80 მილიარდი ცხოველია. შენ გაქვს საკვები, პირველს რომელს მისცემ? მე ზუსტად ეგითხე რა თქმა უნდა ადამიანს მიცე ამ ეხა მას არ აკეთებ. ეხა რო არ აკეთებ, შენ რო ცხოველებს გამოვიყენებთ იმის რომ ვიკვებოთ. ამასაც არ ყვებავ. ვერ ყვებავ ამას, იმიტომ რომ იმ ხალხ რესურსი ეწირება, რომ ამას ვერ ეკონომიკური მხარეა, ეგ არის ყოფნის ცხოველი. დაანებე ეკონომიკას, მე პირდაპირ გეუბნები, შენ რო გქონდეს არჩევანი.
ჯერ გამოაძღობდი 800 მილიონს თუ მე 4, ანუ ჯერ ამად გამოაძღობდი ბავშვებს თუ ცხოველებს. ზუსტად პროდუქტი. საიტკენ ხარ მითხარი? სრულება არ ნიშნავს. არა, ერთი შეკითხვა და დანარჩენი გავაგზავნოთ. კი, ანუ არ მაქვს პრობლემა მაგას გეუბნები რომ ადამიანებისკენ. და ეხა პირდაპირ გეუბნები თუ ვეგანი არ ხარ, ამას არ აკეთებ, ამას აკეთებ. ეხა აგიხსნი რატო არ მგონია შენი თეორია სწორი. ნახე, სწორია, ერთი და იგივე პროდუქტს მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ცხოველური პროდუქტი თუ მცენარეული პროდუქტი. თუ ადამიანებში არ არის ეკონომიკური რაღაც განვითარება, მნიშვნელობა არ აქვს, რას ვერ იყიდიან. მცენარეს ვერ იყიდიან, რომელიც მოდის მიწაში თუ ვერ იყიდიან ხორცს, რომელიც მოდის ფერმაში. მცენარეს რატო ვერ იყიდეს? რითი იყიდი? ანუ რატო ვერ ყიდულობს ხორცს მაშინ ეხა? ეხა ხორცს იმიტომ ვერ ყიდულობს, რომ ის რესურსი რაც ხორცის მოხმარებაშია, ამას საერთოდ საკვები წვი არჩევა. პროდუქტი ფულია. ანუ ნებისმიერი და ამას რა ფული უნდა გქონდეს? საჭმლის საყიდი ფული არა აქვს, იმიტომ რომ მთელი რესურსი. იცი რატო? შენ დღეს შენ შაურმას ოჭამ. მაგალითად ბურგერს ჭამ, ხო იგრეა? ანუ ნახე, მანდ ვეგანურებში შეიძლება იყოს ეგრე რომ სხვის ცხოვრებაზე არ იფიქრო, მაგრამ ნახე, შენ გჭირდება ან ბურგერი, ან შაურმა, ან მწვადი რომ გადარჩე. აუცილებლობა, ეხლა დაუბრუნდეთ, ძალიან სწორია რომ გადაუხვიეთ. შენ რატო ხედავ იმის აუცილებლობას, რომ დღეს ცხოველი გამოიყენე, ექსპლუატაცია გაუწიო, მოკლა? ამის სურვილი აქვს პირველ რიგში. სურვილი? და მგონია რომ ცხოველებს არ აქვთ ის შენი სურვილი უფრო მნიშვნელოვანია თუ სხვისი სიცოცხლე? ჩემი სურვილია. შენი სურვილი რომ იყოს, მანქანი ძაღლსო გადაუარო. არა, არა, სურვილი, ნახე, კარგი მე გეტყვი. მე სურვილი მაქვს. ნახე, მე მაქვს სურვილი დღეს ახლა გავიდე, ძაღლსო დავინახო, მოტოციკლი მყავს, აი ძალიან მაგარი სურვილი მაქვს, რომ მაგას გადაუარო. შენ რომ დამინახო და მე რომ თქვა რომ მე ჩემი სურვილი ეს იყო. შენ მეტყვი რომ კარგი სურვილია? რომელიც ყველაფერი გააკეთო ან არ გინდა რომ გააკეთო. არა, შენთვის სწორი რომელია? უფლებამდე ვერ მივალთ მასე. ანუ შენ ამბობ რომ მე რა თქმა უნდა არ გამისწორდება ეხლა რომ გავიდე რაღაცებს დავეჯახო. მორალური მხარეა უბრალოდ არ მინდა. ქვასო გადაუარო? კარგი, ესეთი რამეს გითხო. ქვაზე ხო არ იფიქრებ? ძაღლსო გადაუარო? ძაღლზე იფიქრებ? მაქვს ეგ მორალური მხარე. ძაღლზე ატოფიქრებ. ანუ ის რომ რაღაც მორალური მხარე მაქვს, რომ რაღაც შემიყვარდეს, ამე ცხოველი, არ ნიშნავს რომ რაღაც პრობლემა მაქვს იმაზე რაღაც ცხოველი საკვებად გამოვიყენო. კარგი, შენ რაღაცა გიყვარს ცხოველი მაგალითად. მე რომ მოვიდე, კატა და მე მოვედი და გეუბნები რომ მე ადამიანი ვარ და მე არ მაქვს ისეთი მორალი და ეთიკა რომ სულ ფეხებზე მკიდია, შეიძლება თქვა ფეხებზე მკიდია რომ ჩემ საკუთრებას შემოდიხარ მაგ დროს. შენი არ იყოს და აი აქ დავინახოთ, აი აქ გამოირბინოს, მე რომ ჭამა დავიწყო. იქნება ეს. კარგი და მე აქ რომ მოვაჭრა თავი და ჭამა დავიწყო, ან მოვაჭრა და გადავაგ და შენ არ მეტყვი რომ ცუდად ვიქცევი? ანუ შენი ეთიკა მოგცემს მაგის უფლებას, რომ თქვა დაიკიდე რა მიდი დაჭერიო ეგრე მეტყვი თუ მეტყვი რატო ვაკეთებ ამას? რა დაგიშავა რამე ხო მეტყვი? ეთიკურობა ხო იგაა? გვაქვს ადამიანებს რაღაც ცხოველების მიმართ რაღაც განსაკუთრებული მომენტები. რატო გვაქვს? შეიძლება ძროხაზეც კი გქონდეს გარკვეულ მომენტში მსგავსი რაღაც, რომ სადღაც ძროხას არ გამის. არა, რა თქმა უნდა მე ვაღიარებ ადამიანის ჰუმანურ მხარეს. მე გეუბნები რომ ეს ადამიანის გადაწყვეტილება, ძალიან ბევრი ადამიანი თავისუფლად შეიძლება იყოს ვეგანი, არ ჭამონ, არ ხოცონ. მე გამისწორდება რომ რაღაცები არ ვაწამოთ ცხოველები. ეს ჩემი მორალური მხარეა. კარგი, შენ მორალურ მხარეს აკეთებ? შენაც გისწორდება მაგას აკეთებ? კი, რა თქმა უნდა. მე არ ვაწოს, არა არ ვარ ვეგანი. ნახე, მაშინ რა პროდუქციას იღებ? აუცილებლად და მგონია რომ ეს ჩემი უფლებაა. კი ბატონო, ეხლა მაშინ მითხარი, შენი უფლება თუ არის, რატო გაწუხებს ის რისიკეთების სურვილიც გაქვს? ცოტა ნახე, რაღაც გაუგებრობას ვერ ხედავ მაგ ყველაფერში? სხვადასხვა სიტუაციებს გააჩნია ჩემთვის. სხვადასხვა სიტუაციაში სადაც სხვადასხვანაირი მორალური პედესტალიდან ვიყურებით ადამიანებს. ანუ ეგ შენ მაგან თვითონ მეგეუბნები, ნახე, რისი თქვა მინდა, ჩვენი გადმოსახედი გასაგებია. მე მესმის შენ რასაც ამბობ, მაგ ლოგიკით მაგალითად მე შემიძლია ადამიანს ყელი გამოვჭრა, რომელმაც დედაჩემ შეურაცხყოფა მიაყენა. და დარწმუნებული ვარ, ნახევარი საქართველოს მეტყვის და ვა, ყოჩაღ მაგარი საქციელი ხარ და კაცი ხარ. ჩვენ რა ვიცი. რამდენად რელევანტური მაგალითია ახლა ეგ სხვა ადამიანის. არა, სხვა რაღაცის თქვა მინდა. კი ბატონო, ანუ შენ ეგეთ რამე მინდა დავაკვირდე მსხვერპლისთვის. ნებისმიერი მსხვერპლისთვის გინდა გაცნობიერებული იყოს ის ადამიანი თუ ცხოველი. ანუ შენ მის მიმართ გიჩნდება რაღაც ემოციური კავშირი. რაღაც მომენტში გეცოდება, რაღაც მომენტში არ გეცოდება. გამორიცხავს იმას თუ არა, რომ ის სტაბილურად ყოველთვის მსხვერპლია. ანუ მას ნახე შენ რო რაღაც მომენტში გეცოდება, ვიღაცას მაგ მომენტში არ ეცოდება და მაშინ კლავს. ანუ მისთვის აზრი აქვს შენ მოკლავ, რომელიც ეხა არაკეთილსინდეს ერთ გაწყობილი თუ სხვა მოკლავს, რომელსაც ფეხებზე კიდია. მისთვის რამე იცვლება? მანქანებთან დაკავშირებით რა აზრის ხარ? მანქანა რო დააზიანოს ადამიანმა თავი შეიძლება იცოდებოდეს მანქანის დაზიანება. მისი საკუთრების, მაგრამ ვიღაცამ დააზიანოს. ზუსტად იგივე მაგალითამდე მივდივართ, რომ მე შეიძლება რაღაც ჩემი მანქანის დაზიანება ძალიან მეცოდებოდეს. შენს მანქანას არ გეუბნება. ეხა გორში რო დაწვეს. გორში ძაღლები რო დაწვეს. აი მე ვიყავი აქცია რო შეიკრება და გორში დაწვეს ძაღლები. მეც არ მომწონს ეგ ფაქტი. რატო არ მოგწონს? ვიღაცას ხელს უშლის. არა, უბრალოდ ქუჩის ძაღლები არიან, რომლებიც არავის საკუთრება არ არიან. ქუჩაში რო ღორი გაუშვა და იმ ღორებს არ უშვებ ძირითადად ქუჩაში, მე ქუჩაში ღორი გაუშვა და რომ მოვკლა. თანხდებით ამაზე. სადღაც ნახე ეს ყველა საზოგადოებას მონობა როცა იყო საზოგადოება თანხდებოდა? ბატონყობაზე თანხდებოდა? ქალებსო ურტყამდნენ თანხდებოდნენ? ბავშვებს რო აყენებდნენ სიმინძე და სახაზავებს ურტყამდნენ თანხდებოდნენ? ეგეც შეთანხმება იყო. ეხლა რატო არ თანხდებით?
იმიტომ რომ ადამიანები სადღაც ვიცვლით აზრს. და ვეგანები ვინ ვართ? ვეგანები ვინ ვართ? სიტუაციაში და სხვა. ეხლა შენს თვალწინ რომ იყოს ადამიანი, რომელიც გეუბნები რომ შენ რომ ადამიანების თანხმობის გარეშე იქნებოდა ბატონყმობა? ბატონების თანხმობით იყო ბატონყმობა. ხალხის არა? თუნდაც ადამიანების. რამდენად დიდი განსხვავება იყო ბატონებსა და ყმებს შორის რაოდენობრივი? რაოდენობრივი? ხო. რა მისავა ძალაუფლებაზეა. ბატონზე, რავი, 1000-დან კარგი, ძალიან პირდაპირ ჩვენს ქვეყანაში ხალხს რო სტომებოდა უკეთესი. სხვა სიტუაცია. აუცილებლად შეცვლილი. შენ აქციებზე დადიხარ? ეხლა ადამიანებს აქციებზე დადიხარ? კი, მაგრამ ეხლა რამდენი ადამიანია მთავრობაში? შენი აზრით, ჯამში? 100? 1000? მაგრამ მარტო მთავრობა არ არის. საქართველოს მოსახლეობა რამდენია? მოსახლეობა თანახმა ამის. შენ თანახმა ხარ? და მნიშვნელობა არ აქვს, მარტო მე ვარ. მადლობა, სახელი? ნაკი. იმიტომ კი არა ვერ მიმოხსოვს, ცოტა უცნაური სახელი გაქვს. მაგრამ ისეთი საინტერესო. გამარჯობა, შენი სახელი? ბადრი. ბადრი სასიამოვნო არჩილი. შენ რა საქმიანობ ბადრი? მე იურისტი ვარ პროფესიით. ისე პოლიტიკურ საქმიანობასაც ვეწევი საჯარო. იურისტი ნიშნავს? იურისტი რას ნიშნავს? ადვოკატი ვარ სისხლის სამართლის. ანუ ვინც მსხვერპლია იცავ. რაღაც ეგრე გამოდის. ანუ ვისაც დასვა ჭირდება იცავ. კი, ვისაც დასვა ჭირდება. შენთვის მნიშვნელობა აქვს, როგორი კანისფერი ექნება? როგორი რამდენი თვალი ექნება მნიშვნელობა აქვს? არა აქვს მნიშვნელობა. საით ვიყავს ეს ლაპარაკი ვერ მიხდი. გამოყევი და გაიგებ. რამხელა ფეხი ექნება მნიშვნელობა აქვს? არა აქვს მნიშვნელობა. კანს, ქეს, ფერს, ყანის აღნაგობას არა აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ ყველა ადამიანი მგონია რომ თანასწორია და ისინი იმსახურებენ თანაბრად დაცვას. კი ბატონო, დედამიწაზე ადამიანები რა სახეობას წარმოადგენენ? ადამიანებს. ცხოველები ვართ. კი, ცხოველები ვართ. ცხოველები ვართ ჩვენ, მე თანხმები ბადრი. კი. ძროხა რა არის? ძროხაც არის ცხოველი. ძაღლი რა არის? ცხოველები არის. კატა რა არის? კი, ცხოველები ვართ ყველა. შენ ცოცხალ არსებას შენ კლასში ვეტევით. შენ ცხოველებს იცავ. შენ ცხოველებს იცავ. ადამიანი ცხოველია. რატო შეგიძლია დაიცვა მხოლოდ ადამიანი და რატო არ იცავ იმას, რასაც დაცვა სჭირდება? უბრალოდ ადამიანის ფორმა არა აქვს სახე. ზოგადად ცხოველების დაცვა და ცხოველებზე ზრუნვა ეს შეიძლება იყოს ადამიანის ეთიკის ნაწილი, მაგრამ ეს ზურაც არ ნიშნავს, რომ ცხოველებს რო უფლებები აქვს, აქედან გამომდინარე. ეთიკა შენთვის კარგია თუ ცუდი? ეთიკური განვითარება ადამიანის კაცობრიობის ცუდ ასოცირდება თუ კარგად? კარგია. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ეთიკურად გაუმართლებლად მივიჩნევდეთ პირობითად, არ ვიცი, ნებისმიერი ქცევა ეხა პირობითად თუ კი მაგალითად რა ზავი რო დაწვეს, ეხა მაგალითად გეტყვი, მაგალითად ისტორიული ძეგლი, ხო, რომელიც არის ღირებული ჩვენთვის, ადამიანებისთვის. შეიძლება ამ ძეგლს ჩვენ ადამიანები უფრთხილდებოდეთ და მასზე ზრუნავდეთ და უვლიდეთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ის განსაკუთრებული მნიშვნელობას წარმოადგენს. თუმცა ეს ავტომატურად სულაც არ ნიშნავს, რომ კულტურული ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლს გააჩნია უფლებები და ჩვენ გვაქვს ის ვალდებულება, რომ მისი არსებობა თუ ვინდა ბურთი დაიცავი. ეს არის ჩვენი მაღალგანვითარების ადამიანის ეთიკის მაღალგანვითარების საფუძველი და ნიშანი იმის, რომ შეიძლება ზრუნავდეს ცხოველზე, შეიძლება ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის ისტორიის ძეგლზე. ესეთი კარგი, შენი აზრით კულტურული ძეგლი უფრო რაზე მაგალითად შეიძლება სცენარებზე ზრუნავდეთ, ხეებზე ზრუნავდეთ, რომლებიც ცოცხალი არსებები არიან ასევე, ხო? შენ რომელი გაინტერესებს აქედან? თუ კი ცოცხალ არსებაზე მიდგება საუბარი და მეტყვი რომ ძეგლი და ხე იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ძეგლი არ არის ცოცხალი არსება. ხო. სცენარი თვითონ მაგალითი მყავს, შენ თვითონ ვეგეტარიანელი ხარ და სცენარებით იკვებები. და სცენარი არის მაგალითი. ვეგანი ვარ. ეგ მინდა ნახე, ზოგადად. აი, ვეგანი ხარ, სცენარებით ხო იკვებები ზოგადად? ხო, სცენარებით ყვებით იკვებები. ბოდიში რო ეგ კლასიფიკაცია ამერია. არა, უშავ შენ ძეგლის დაცვა მნიშვნელოვანი მიგაჩნია და ეგ რასა ბოდიში. არა, არ მიმაჩნია, ეგ ხა უტრირება არის და დემაგოგია. მე ვიძახი რომ არსებობს, მე გიხსნი ლოგიკას, რომ აუცილებელიც არა რაღაცას ქონდეს უფლებები, იმისთვის რომ ადამიანი მას იცავდეს და მასზე ზრუნავდეს. ანუ შენ ამბობ რომ ცხოველი, ძეგლი და მაგალითად ძროხა განსხვავდებიან იმით, რომ ძეგლი არ არის ცოცხალი არსება. მე კითხვას შემოგიტრიალებ და გეტყვი რომ სცენარი ცოცხალი არსებაა. კი პასუხობ, ძალიან კარგი შეკითხვა. ეხლა ერთ-ერთი რაღაც მითხარი. შენ ადამიანი, რომელიც დაინახავ რომ ვიღაცა ძეგლს იცავს, მის მიმართ რამე წინააღმდეგობა გაქვს? ძეგლს იცავს ვიღაც ტიპი რა, შენი ძმა კაცი და ამბობს რომ ძალიან ემოციურია. მე წინააღმდეგობა მაქვს ზოგადად, როცა ადამიანს ვინმე რამეს აძალებს. სხვა რაღაცას გეუბნები. არა მაქვს წინააღმდეგობა კაცო. კარგი, შენ ძეგლს თუ ის ჩემზე ძალადობს, ამ შემთხვევაში მაქვს წინააღმდეგობა. ჩემ ძეგლს მაგალითად ჩემი ნებართვის გარეშე. შენი ბიუსტი, შენს ბიუსტზე ამბობ, შენ დაგიმზადა ვინ ბიუსტი. ჩემ საკუთრებაში არსებულ ძეგლს, რაიმეს. თუ ჩემი ნებართვის გარეშე. არა, შენ ადვოკატი ხარ. ადვოკატი ხო ხარ? კი, მე. ეხლა ნახე, შენთან მოვიდა ადამიანი და გეუბნება, რომ თუნდაც ეთიკურად განიხილა და თუნდაც საქმის მხრივ. ადამიანი მოდის და გეუბნება, რომ მე ეს ამ ძეგლთან მაქვს დიდი ბმა. და ვიღაცა ჩემი მეზობელი მოდის და ამ ძეგლს ცოტა რაღაცებს ვანდალიზმის ფაქტები გამოავლინა რა. შენ რომლის მხარს დაიჭერ?
კი ბატონო, ეგ არ არის დაშვებული, ეგ არ უნდა იყოს. კარგი, ეხლა მე ვისმენ, იმიტომ რომ კერძო საკუთრების უფლება ამ შემთხვევაში არა, საკუთრება არა, ნახე, საკუთრება არ არის. ვინმე შენ კერძო საკუთრებას ბადრი, საკუთრებაზე არ გეუბნება. შენი მეგობარი მოვიდა. შენი მეგობარი მოდის და გეუბნება რომ შოთა რუსთაველის ძეგლი, რომელიც დგას. მე მის მიმართ რაღაცა სიმპათიები რა. და არ მომწონს ამასაც. აი ქვეყანა გეუბნებით, რა შუაშია იმ თემასთან, რაც იყო ამ საკითხის თეზისი. ეს არის ძაღლი, ანუ ცხოველებზე ძლიერი მოპყრობა არის ექსპლუატაცია თუ ადამიანის არჩევა. ეხლა დააკვირდ. ანუ შენ ადამიანი ხარ, რომელიც მეუბნები რომ ჩემთვის თუ ადამიანს ძეგლი მოსწონს, მაგ ძეგლს დაიცავ. ხო ეგრეა? შენი მეგობრი ძეგლს და მე გეუბნები რომ ძეგლზე უფრო მნიშვნელოვანი არის ცხოველი თუნდაც, რომელსაც იგივენაირი შეგრძნებები აქვს, როგორც შენს მშობლებს, ჩემს მშობლებს, ჩემს დას, ჩემს ძმას და შენ შვილებს. ანუ იცი რა მაინტერესებს, შენ თუ თანახმა ხარ, ძეგლი დაიცვა. შეგრძნებები და შეგრძნებები და ემოციები არ არის სამართლებრივი ფაქტორი. ეს შეიძლება იყოს ემოციური ფაქტორი, რომელი ემოციასაც ჩვენ ქცევაში ვითვალისწინებთ ადამიანები, მაგრამ შეგრძნებები სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს. სამართალი საიდან მოვიდა? სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს. სამართალი საიდან მოვიდა? უნარი ცხოველის, რომ მას საკუთარ ქცევაზე აიღოს პასუხი. სამართალი საიდან მოვიდა? ხო. არის თუ არა ადამიანის გარდა ნებისმიერი სხვა ცხოველი ისეთი არსება, რომელსაც უნარი აქვს საკუთარ ქცევაზე აიღოს პასუხისმგებლობა. ბავშვს არა აქვს და მაშინ შევჭამ. ბავშვს პოტენციალი აქვს რომ პოტენციალი საკუთარ განავითაროს, მაგრამ ძაღლს არის პოტენციალი გააჩნია. კარგი, სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანს პოტენციალი რო არ აქვს, პოტენციის არ მქონე ადამიანს შეუძლია? იმპოტენტის უფლებები? გავაგრძელებ, ველი ვიქნებ. დაიმახსოვრე არ დაკარგოთ. არა, ეგ ძალიან ისეთი არგუმენტია, რავი. კარგი მეგობრებო, შემდეგი დებულება გვაქვს ასეთი, რომ ცხოველების მოსავლელ და მოსაკლავ კატეგორიებად დაყოფა ირაციონალური, ანუ ალოგიკურია. გამარჯობა, შენი სახელი? შოთა. შოთა შენასაქმიანობ? მეც იურისტი გახდა. ძალიან კარგი. ანუ შენ გინდა რომ მკითხო? სანამ გადავალთ პრინციპში, ნუ თემის სათაურიდან გამომდინარე ირაციონალურია გეთანხმები დაყოფა ცხოველების, მაგრამ მე ვთვლი რომ ცხოველების ექსპლუატაცია დასაშვებია. ხო. და ეს გამომდინარეობს ჩვენი ევოლუციიდან, არსებობს რაღაც კატეგორია, სადაც ვიბადებით და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვითარდება ევოლუციური ჯაჭვი. ამ ჯაჭვის სათავეში მოვეკეცით ადამიანები და თვითგადარჩენის ინსტინქტი ყვარნახობს რომ ჩვენ გვაქვს უფლება ამ სამყაროში არსებული რესურსები, რომელიც წარმოდგენილია ცხოველების, მცენარეების, ქვების თუ სხვა ნაირსახეობებით, ადამიანს სრული უფლება აქვს მისი ექსპლუატაციის. პიროვნულად შეიძლება ემოციურად რომელიმე ცხოველის მიმართ გქონდეს რაღაც განსხვავებული დამოკიდებულება, შეიძლება ჩემთვის ეს არ იყოს მოსაწონის აქციელი, მაგრამ მე არ მაქვს უფლება აუკრძალო სხვა ადამიანს ცხოველის ექსპლუატაცია. ვინ გეკრძალავს? შენ დაშაგულად გძნობ ჩვენ საზოგადოებაში თავს? ცხოველის არის თუ არა დაუშვათ ექსპლუატაციის აკრძალვა, როდესაც ეუბნები ადამიანს, რომ სიტყვაზე ხბო არ უნდა დაკლა 3 თვემდე. ეხლა შენ წარმოიდგინე ეგეთი რაღაც ვნახოთ, რომ არა, ეს არის თუ არა აკრძალვა. რა? რომ მიკრძალო, რომ ჩემი ხბო არ დავკლა 3 თვემდე. შენ გააჩინე ხბო? ჩემ საკუთრებაში არსებული. საკუთრება რას ნიშნავს? კაი, საკუთრება ვინ გამოიგონა? კარგი, საკუთრება ვინ გამოიგონა, მაშინ უნდა გადავიდეთ ადამიანის უფლებებზე, ხო? ანუ საიდან წარმოიშვა და რატო გვაქვს უფლებები, რატო თვლით რომ ადამიანის სანამ გადავხვალ, მინდა რომ შენი რაც შესავალი გააკეთე, მაგაზე გიპასუხო. შეიძლება? ნახე შენ ეგეთი რაღაც თქვი, რომ მე გეთანხმები, რომ ადამიანი დედამიწაზე როცა მოექცა ყველაფრის თავში, კი ბატონო. მას აქვს სრული ძალაუფლება, რომ გამოიყენოს ყველაფერი თავის და სასიკეთოდ. სხვანაირად ნახე ჩვენს ინსტინქტში არის ეგ. ჩვენ რო ხედავთ რომ რაღაცა გვჭირდება, ვიღებთ და ვაკეთებთ. ნახე ჩვენ ვართ 21 საუკუნეში, როცა შენ თავის გადასარჩენად გეუბნებით რომ გაქვს ალტერნატივა, რომელიც შეგიძლია გამოიყენო, შენ ერთი რაღაც მაინტერესებს, შენი ცხოვრება, რაზე გინდა დააფუძნო, გაქვს არჩევანი, სადაც შენ ცხოვრებას მსხვერპლი არ აქვს და იგივე შედეგი აქვს და სადაც შენ ცხოვრობ იგივე შედეგი გაქვს, მაგრამ მსხვერპლი აქვს თან. ხორად, ჩემი შეხედულება შეიძლება იყოს მსხვერპლო. მაგრამ სხვა ადამიანის იყოს მსხვერპლზე დაფუძნებული. არა, ნახე, როცა ვამბობთ რომ შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ნახე, ანუ შენ ირჩევ? კი, მე ადამიანი ირჩევს თვითონ როგორ განავითარებს საკუთარ ცხოვრებას. ზუსტად მაგას ვეუბნები, ჩვენ მაგალითად დაუბრუნდეთ, ეგ კარგი თემები არის. ეს შეკითხვა რომ დაუსვეს მაგალითად, როცა შავკანიანები მორეკეს, ბოდიში ცუდი სიტყვა და მაგ დროს სანამ არ ქონდათ არჩევანი, ხო ამუშავებდნენ. მე გამოჩა რაღაცები, რაცა მანქანა გამოიგონა. ჩვენ ეხლა რატო არ ვიყენებთ ადამიანებს, მაგალითად შავკანიანებს, მონები რატო არ არიან? შენ მოგწონს ეგ ფაქტი თუ არა?
მონები რო არ არიან ცხადია მომწონს. შენ ეხლა წარმოიდგინე ჩვენ იცი რა პოზიციაში ვარ, დაივიწყე რომ აქ ვართ ქალაქის თეატრში და გადავინაცვლოთ 2 საუკუნით, ან მე თარიღი არ ვიცი. და მე და შენ ვჭობდეთ ეხლა რომ მე გეუბნები რომ მოდი გვყავს მანქანა, რომელიც დაამუშავებს ჩვენს ბამბის პლანტაციებს. შევეშვათ რა ეს მონები გავუშვათ. მე სულ ფეხებზე მყიდია შავკანიანები, აი გეუბნები რომ ძალიან მძუნს ეს ხალხი. და მოდი გავუშვათ ესენი და შენ იცი რას მეუბნები რომ და შენ მეუბნები რომ ვერა რა, ამას მე ვერ ვიმუშავებ. მე გეუბნები აი მანქანა. მე მგონი ან მანქანა ყავს. ცდებით არა შენ დამეთანხმებოდი? უფლებრივი. უფლება დაივიწყე შენ შენ ხო ამბობ რომ სვეტი არ გინდა. მაგაზე შემიძლია უმსჯელო. და მაშინ ეხლა რატო ნახე შენ მაინტერესებს წინა საუკუნეში რო ყოფილიყავი და ჩვენი ეს აქტუალური თემა ყოფილიყო შავკანიანები გავათავისუფლოთ თუ არა და მე ვარ ადამიანი რომელიც გეუბნები რომ არ გინდა ძმაო გავუშვი რა და აგენ მანქანა ყავს და იმუშავებს ტვინი გვაქვს ტვინი. ხო, მაშინ ანუ ჩვენ განვითარდით შენ მაინტერესებს რას იზამდი? გიპასუხებ რა. ხო განთავისუფლებდი. მე ეხაც განთავისუფლე რა გეშლის ხელს? ვარ ადამიანის უფლებრივ ჭრილში. რა მნიშვნელობა აქვს ცხოველი მსხვერპლია და შენ თუ გააქვს მაგდენი ეთიკა და აზროვნება ეგ უნდა გამოიყენო. გამარჯობა ალექს სასიამოვნოა. ძალიან საინტერესო ვიზუალი გაქვს. მადლობა შენც. და ძალიან კარგი ტყავის ფეხსაცმელები გაცვლა. კი, ეგეც არის. ეს მაშინ არ გაწუხებს ეგ. ალბათ ხელოვნური ტყავია, სიმართლე რო გითხრა მაწუხებს, მაგრამ თან ვფიქრობ რომ არა ეს ისეთი სკელია რომ ეს აშკარად რაღაცა ძალიან საყვარელი არსების ტყავია. მოდი მე გეტყვი პირდაპირ. მე არ გადამიწყვეტია, არც ამირჩევია იმის იმ კრიტერიუმის სიტყვაზე რომ სოციალური არსება გარდაიცვალა ამ ფეხსაცმლის წარმოების პროცესში თუ არა. ეხლა ძალიან დაგანახო შენი როლი? თომარახ. ნახე? ადამიანები ბაზარზე. კი ბატონო. სადაც ცხოველური პროდუქტები არ არის. ანუ მოხმარება ბაზარი არ ამბობს რომ მინდა ცხოველური ხორცი მაგალითად. რა თქმა უნდა, გადავა ისეთი ბაზარი ისე გადაინაცვლებს, რომ მან ცხოველს აღარ მოკლავენ. ანუ ცხოველიდან ნარჩენი აღარ დარჩება, ანუ ტყავი აღარ იქნება. ანუ ტყავის ექსპორტიც წავა სხვაგან და დაიწყება მცენარეული ტყავის წარმოება. ნუ ჩვენსნაირ ქვეყნებში ეგ არის ალბათ, როგორც ეხლა ჩვენთან ნაგავს არ ამუშავებენ და ყველაფერს წყვრით. მაგალითად გერმანიაში ბერლინი დღეს ვეგანური სოფლიოს დედაქალაქია და ჩვენ ნამდვილად ეხლა იმად დაუწუნოთ, თქვენ ვეგანები რატო ხართ? ისეთი რამე იქნება, რომ პირადობის მოწმობები ID ის რაღაც ხო იცი ეშმაკეული და 666 ეგ საზოგადოება ვართ. ნახე შენ როდესაც უარს იტყვი და თითოეული ადამიანი მეც შენც და სხვაებიც ცხოველური პროდუქტი აღარ გამოვიყენოთ, ტყავი აღარ იარსებებს. ანუ შენ ჯერ შეჭამე და იქიდანაც დარჩა მე ისიც ჩაიცვი. და ნახე ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც არ გვჭირდება არც ერთი და არც მეორე. შენ კეთილი ადამიანი ხარ, ესე ფიქრობ. თუ არ ფიქრობ? იცი როგორი რაღაცა არის? კეთილი და ბოროტი ძალიან რთული გასარჩევია 2026 წელს რა. კი ბატონო. სამართლიანი. ამიტომ რაღაც შეიძლება მეც ვაპარაკებ ხოლმე. თუ არ ხარ წინააღმდეგ. შეხედე? მადლობა რომ გამოვფრთხილე. თორე შეიძლება იმდენად ჩავერთო რომ მე კი გეტყობა შენ, იმიტომ რომ შენ ახლა რასაც გიყურებ იდეით ხარ მოსული და ანთებული ხარ ამ იდეით და ასე შემდეგ. შენ არა? შეიძლება ვთქვი. შენ ანთებული ხარ, იმით რომ ხორცის ჭამას რომ მაინტერესებს შენ ანთებული ხარ? ერთი რაღაც მაინტერესებს. ანთებული არ ვარ. მე მინდა უბრალოდ დაგესწრებ. შენი მოგისმინო სიტყვაზე და თუ მომწონს საშუალებას რომ გიპასუხებ რა. კარგი. ანუ ეს პროუჩი მომწონს ზოგადად რომ სიტყვაზე რაღაცა იდეოლოგიას მიყვები, რომელიც გაინტერესებს და გინდა რომ ჩვენ გაგვაგებინო რა. იმებს, ვინც მაგალითად ესე ახლოს ამ თემასთან არ ყოფილვართ, ამდენი არ გვიფიქრია, რამდენიც იფიქრე შენ სიტყვაზე ამ თემაზე და ასე შემდეგ. პირველი ახლა იდეაში ჩვენ ხო საუბრობთ იმაზე, რომ დასორტვა თუ შეიძლება ცხოველების, რომლებიც უნდა ვიზრუნოთ, რომელზეც არ უნდა ვიზრუნოთ. ეგ ცოტა დავაპაუზეთ და სადღაც გადავედით ფეხსაცმელზე, ხო? ეხლა შეხედე რა არის. როცა შენ ცდილობ მე ჩამრთო ჩემი პირადი ნიუთების ამ პირადი პოზიციიდან გამომდინარე, ხო? აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ შენ გექნება შენი აზრი, მე მექნება ჩემი აზრი, ხო? და ეს იქნება უაზრო და უშედეგო კამათი, რომელიც რიტორიკა უბრალოდ. საუბარი ცოტა ვერ გავიგე შენ ვიზახი, იცი? როცა ჩვენ ადამიანები ვცდილობთ ერთმანეთს თავისი განსხვავებული აზრები გავაცნოთ, ხო? და უცბად ვრთავთ ინგეიჯმენტს ვაკეთებთ მეორე ადამიანის პირადი ნიუთებით ან პირადი პოზიციით, ხო? ეს ძირითადად იწვევს ემოციურ რეაქციას. და შესაბამისად ხდება ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ საუბრობთ, უბრალოდ საუბრობთ და საერთომდე ვერ მივდივართ. მე ვცდილობ შენთან საერთომდე მოვიდე. კი ბატონო, მაშინ შევეშვათ ფეხსაცმელს და გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ. კი ბატონო, მაგრამ იმ პოზიციიდან, რა პოზიციიდანაც მე მოვდივარ რა, არის ის რომ მინდა ვიპოვო საერთო. ეხლა შეხედე. ძალიან კარგი მივესალმები. ეხლა შეხედე რა ხდება. ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩემი აზრით პროგრესიული აზროვნებაა სიტყვაზე, რაც ნაკლებ რესურსს გამოიყენებს ადამიანი, მით უფრო ბედნიერი და კარგი ცხოვრება გვექნება ყველას, ხო? ბუნებრივია, მაგრამ აი სიტყვაზე კონკრეტულად ამ ფეხსაცმელს რო გავეშვათ და გლობალურად შევხედოთ ამ საკითხს, ხო? არსებობს, აი მაგალითად მონობაზელს საუბრობდი, ხო? არსებობს
ადამიანი და არსებობს განვითარება, timeline-ი, ხო? Timeline-ის განმავლობაში რაღაც ეტაპები გავიარეთ რა, რაღაცაზე ვთქვით უარი, რაღაცაზე ვთქვით კი, რაღაც არჩევნები გავაკეთეთ. ზოგადად არჩევანი თავისუფლებაა, ხო? მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ადამიანმა ისეთი არჩევანი მიიღოს მეორე ადამიანის მიმართ მაგალითად, ხო? ან ადამიანების მიმართ, არა მარტო ცხოვრების მიმართ. რომ შეიძლება უბრალოდ თემები გაგწვიდეს თუ რაღაცა, შენც მეოთი ხარ მეც. ხო, ანუ რეალურად ძალიან ბევრჯერ ხდება ჩვენი პერსონალური და სუბიექტური გადმოსახედიდან ძალიან ცუდი არჩევნები. თან ეს ცუდი არჩევანი არა მარტო ჩვენთვის შეიძლება იყოს, არამედ ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც რა. ეხლა რა ხდება? აქ ჩვენ პირობითად ვართ დიდი საზოგადოება და სადაც წარმოიქმნა ახალი აზრი, ხო? საერთოდ ეს ხდება ხოლმე რა, ზოგადად 100 ადამიანში პირობითად, ხო? 4 ადამიანი თუ იწყებს რაღაცას ხალისხობრივად უკეთესად კეთებას რა, ავტომატურად ხდება დანარჩენი 6 ადამიანის აპდეიტი რა. ანუ რაღაც მომენტამდე უნდა მივიდეთ და ყველა შევთანხმდეთ, რომ ის რასაც ჩვენ იძახი არის კარგი, ხო? ეს ადამიანი გახდება ვეგანი დარწმუნებული ვარ, აი როგორც კი შემოვიდა იქიდან დაუწუნდა რომ ვეგანი იქნება. უცბად მე იქნება ალეველება რა საზოგადოების რა და ეს უნდა მოხდეს ომის გარეშე. რა თქმა უნდა. და ერთმანეთის ემოციური ენგეიჯმენტის ჩართვის გარეშე. ეხლა შენ პირველს რასაც ვთილობ, როცა ხარ უმცირესობაში რა, ვთილობ ემოციური ენგეიჯმენტს, მეტოქის ესე ვთქვათ. ანუ ხელი თუ შეგიშალენ ბოდიშს გიხდი, ანუ ჩემი მიზანი ეგ არ არის. არა, მაგაზე არ ვძახი, მე პეტრენი დავინახე საუბრიდან რა, აი ხო ვისმინე რა. და ყოველ შემთხვევაში ესე იყო ხოლმე, რომ რაღაცა ემოციური ენგეიჯმენტი ხდება პირადზე და მე მივდივართ საზოგადოებრივ და ზოგად მადლობა. ანუ შენ მე რაც დაინახე, შენ ხო გვერდიდან უყურე და დაინახე რომ მე რაღაც ისეთი გავაკეთე, რაც შეიძლება სადღაც სამართლიანი არ იყოს სხვა ადამიანის უფლებასთან. რაღაცებით. მაგას არ ვიძახი. სამართლიანი იყოს ან არ იყოს, მე არ ვარ შემფასებელი შენი სამართლიანობის. არა, შენ ეგ როგორ შეაფასე? ნახე ჩვენ შენს თვალწინ იყო ფაქტი. ნახე შეკითხვა მაქვს საინტერესო შენთვის. როგორ შევაფასე მე გაიგე? შენ ნახე მე ვისაუბრე უკვე ორ ადამიანს. შენ უსმენდი ამ ყველაფერს, რაღაცა დაასკვენი, შენ დაინახე რომ რაღაცა ისე არ არის, როგორც უნდა იყოს და შენ მოხვედი ამ იდეით, ნახე მე მაქვს ორი ვარიანტი. არა. ბოდიში გაგაწყვეტი. რაღაცა ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, არ ვიძახი. ვიძახი, რომ არსებობს პატერნი, რა პატერნის მეშვეობითაც ესაუბრები ყველას. ხო, მე შეიძლება არავის შენ ხო გაწუხებს ეგ მომენტი. არ ვაწუხებს. აბა რატო აღნიშნე? რო აღნიშნე ხო შეგაწუხა? შეხედე არა, აღნიშნე როგორც ფაქტი და ვიძახი, რომ ესეთი მეთოდით შენ აზრს უფრო მეტ წინააღმდეგობა შეუქმნი ოპონენტებთან ვიდრე კარგი, მე იცი რას გეტყვი, ზუსტად იგივე ტიპი ვარ, მე როცა ვეგანი ვარ და შენ გეუბნები, რომ ესეთი განვითარებით წინ ვარ წავალთ. ზუსტად მაგას გეუბნები მეც. მე გავითვალისწინებ, შენ რაც მითხარი და შენც გაითვალისწინ, რასაც გეუბნები. აუცილებლად ერთმანეთს თუ არ გავითვალისწინებ, აზრი არ აქვს. თუ განვითარება გინდა, ვეგანობა ერთადერთი გზაა მაგისთვის. მე ამჯერა მაგის. კი ბატონო, მაგიტომ ახსარ იქით. კი. იმედია მე რაკეთ გადმოხდა. გამარჯობა. თქვენი სახელი? გიორგი. სასეუნო გიორგი? გიორგი მასწავლებელი. გიორგი მასწავლებელი, სასეუნო. რასაც სწავლით? ვაჟავშაველა, რა თქმა უნდა, წაკითხული გაქვს და გიყვართ. ხო. ვაჟავშაველა ანუ უდიდესი. კარგი ის არის ავტორი ამ შემთხვევაში ამ თემასთან კი, იდეალური. მე მოკლედ მინდა რომ ჩემი ასე ვთქვათ პოზიცია გაგაცნო. თავისთავად საინტერესოა რაღაცაზე მსჯელობა და ასეთ რაღაცებზე მსჯელობა. უბრალოდ როცა ეს მსჯელობა არის რაღაცა ფარგლებში ან რაღაც სიტუაციაში და არ უჩნდებათ რაღაცა პოზიციის მქონე ადამიანებს თავისი პოზიცია მოახვიონ და გაავრცელონ, რომ რაღაც ჭეშმარიტებამდე მიიყვანონ სხვები. აი როგორც ალბათ ყველას უნდა ასე, მაგრამ ეს უნდა დარჩეს აი ვაჟა-ფშაველას საქმიანობაში, რომ მაგალითად ჩვენ თუ გინდა ცხოველი გადაარჩინო, დაწერე შვილის ნუკრის ნაამბობი. ჩემთან ნუ კი მოხვალდა მე თუ ცხოველი შევჭამი, ამას ნუ კი ამიგრძალო, ვიღაცას დასაჯარიმებლად ნუ კი გამოუშვებ, რომ რაღაცა დავარღვიე, ხო, რომელზეც თავიდანვე იცი რომ უმცირესობაში ხართ, ხო, თქვენ და ეხლა ძაღლი გაატყავეს დაახლოებით 1-2 კვირის წინ საქართველოს აი თბილისში. ესე იგი მომისმინე ხო გამიგე მე რას გეუბნები. ძაღლი გაატყავეს კი არ ვამბობ რომ კარგია ძაღლი გაატყავეს. რა ჯობდა მე დამეწერა და სახე შემენახა ბლოკნოტში თუ საზოგადოებრივი მეთქვა რომ იცოდი საქციელია. როგორ ფიქრობ ახლა მე მაგალითს რომ მეუბნები მე მიმაჩნია რომ ძაღლის გატყოვება კარგია და არა ვიცი რომ არ მიმაჩნია. არა პირიქით და შენ რას მირჩევ რომ მე ვაჟა-ფშაველას მიბაძო დავწერო თუ ვილაპარაკო.
არ ვიცი, ილაპარაკია იგივე დაწერაც. მე შენ არ დაგიძახე აქ მოსულიყავი? არა, ნახე. შეხო შენით მოხვედი. ერთი წუთი ნახე. ანუ რატომ მიმაჩნია რომ გარკვეული ზღვარი არსებობს, როცა შეიძლება რაღაცა ქმედებას, აქტივიზმს, იგივე ლაპარაკს და ასე შემდეგ, დავარქვა მე რომ საშიშია იმის შემდეგ. იმიტომ რომ თქვენ ახლა ხო ხართ რაღაცა ვეგანების ჯგუფი. რაღაცა პერიოდში თქვენ გაიყოფით ორად. აღმოჩნდებით ვიღაცა უმცირესობაში, ვიღაცა უმრავლესობაში, გაიმარჯვებთ იმ უმცირესობაზე, თქვენსავე უმცირესობაზე და გაგიჩნდებათ მე იმის ამბიცია უკვე იმდენად თავდაჯერებულები იქნებით, გამარჯვებულები, რომ ყველა დანარჩენი 8 მილიარდი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს თქვენი წესებით. და ვინც არ იცხოვრებს, იმ ადამიანებს აუკრძალავთ, დასჯით, პოლიციას გაუგზავნით და ასე შემდეგ, რომ რაღაც ამ ჩვენი შეხედულებებით, აი თან ამას დააჯერებთ ბევრს, რომ ძაღლს ატყავებენ, წვავენ. არაკეთებენ? არა, მე ხო არ გეუბნები არაკეთებენ მეთქი, მაგრამ შენი აზრით, დააჯერებთ, რომ ციხეში ეხა ვინც დამნაშავე ზის? დააჯერებთ, რომ აბარა ის საწყალი თქვენ ციხეში ყოფილიყავთ ოდესმე? რაღაცა ცუდა დანაშაული ჩაგიდენიათ? რა მნიშვნელობა აქვს იცი, რომ მაგას თქვენი ამ თემას ეხლა გეტყვით. მე რასაც ვამბობ, მე გეთანხმები იმ ან საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის რა თქვი პირველი დებულება რა იყო? პირველი დებულება არის, რომ არ არის აუცილებლობა, რომ დღეს ცხოველი გამოვიყენოთ საკვებად. ანუ არჩევანია და არა აუცილებლობა. საერთოდ არ რომც დაგეთანხმო, რომ არჩევანია და არა აუცილებლობა. მე ხო მაქვს არჩევანის უფლება და შენ ამ არჩევანის უფლებას რაღაც დროის მერე მეთქი, როცა მე პროგნოზირებ, ცხადია ეს არ მოხდება, მაგრამ აი რომ დაუშვათ ასე, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ასეთი შემართება, დაჟინება, ასე ჭეშმარიტების მოხვევა 8 მილიარდი ადამიანისთვის რაღაცა თვისების, ჩვევის გამო ხო არის საშიში მეთქი, რომ აი არჩევანს ამიგრძალ, არა თუ ამიგრძალავ, დამსჯით, დამიჭერთ და ასე შემდეგ. მე საერთოდ არ მაქვს, ანუ ესე იგი ადამიანის განსხვავება იმის გამო, რა ჭამს ის, ან რა ჭამს და ამაზე აგება რაღაცა უფლებების, რაღაცის მინიჭების ამ უფლებების და ჩამორთმევა ადამიანისთვის, რაღაცა ადამიანის, მხოლოდ ადამიანისთვის გაჩენილი უფლებების, ასე ვთქვათ, ხო? არის ეს უბრალოდ ერთი შეკითხვა მაქვს, ნახე. მოსწავლეებს სოციალურ. ბოდიში ერთ წუთი აი დავასრულებ, რომ აი ეს თქვენი, ასე ვთქვათ, ეს შეხედულებები იმ შემთხვევაში არსებობის უფლებას არ ვიტყვი, ცხადია ხა, თქვენ რაც გინდათ, იმას ითქვით, რაც გინდათ, იმას შეჭამთ, ვისაც გინდა, როგორ გინდათ, გაავრცელებთ, მაგრამ ამას აქვს ის საზღვარი. შეკითხვა ვერ გავიგე ვერანაირი. ამის თქმა მინდა, რომ ადამიანს კითხავ, შენ რომ ასწავლი ვაჟავშალო საკითხამდე რომ მიხვალ ბავშვებს, მან დრო წერია რომ რაღაცა უფლება აქვს და რაღაცა რო არ უნდა მოყვა. ანუ შენ ეთანხმები ვაჟავშალოს რო არ წერი. რა არ წერია? ამიტომ გირჩიეთ. ნახე ვაჟავშალო გეუბნება რომ ვაჟავშალოს დონიდან ან მისი რა ვიცი, გაქანებიდან მიაღწიეთ ეგ. ბავშვი რომ მოვა შენთან და გეტყვის რომ აი ტირის შულის ნუკლის ნაამბობზე შენ ასე უნე არის ტირო ეგ რაღაცა ვაჟავშალო დაჯღებნა თუ იქ რაღაცა მორალი არსებობს. შეხედე მაგ მორალს ხედავ მან. ლაპარაკე. მე აი რაც ლაპარაკე. გააკეთე? პირდაპირ გეტყვი რომ შენ რაც ლაპარაკე, შეკითხვას ვერ გავიგე. შეკითხვა არ დამისვამს. მე უბრალოდ გითხარი რომ დაეიყოს ის არჩევანი და არა აუცილებელი. მაშინ აქ რატომ მოხვედი? იმიტომ რომ მე უნდა გითხრა რომ მე შენ რატომ მეუბნები? შენ თუ მე მეუბნები რომ არ მაქვს უფლება, შენ რატომ მოდიხარავ? არა, ცოტა შენი გაგებიდანაც კი მე მხოლოდ არჩევანი თუ არის ჩემთვის, რომ მე ეს დამიტოვეთ ამ არჩევანის უფლება მეთქი, ამას გეუბნები. შენ მინუტერში გიხდება? პირიქით მომხმარებელი არ არის მხოლოდ მყიდველი, ის სისასტიკის რეალური დამკვეთია. ანუ რასაც თესავ იმას იმკი. თუ იმე ეთანხმებით რასაც თესავ იმას იმკი, მოვიდეს მაგიდასთან. შენ ისეთი სახელი არის ყოველჯერ უნდა გკითხო, აი რამდენჯერ ცხოვრებაში შეხვდები. შემიძლია სახელი შევიცვალო დღეს და ვიქნები ბექა. ვეგანი. აი ეგ რო შეიცვალო, მე შენ სახელი, აი ჩემთვის უფრო მარტივი იქნება. კარგი. რატო გქონია რომ მე ვარ ჯერ დავიწყოთ შენ დებულება რომ რაღაც სისასტიკია. მომხმარებელი არის მხოლოდ მყიდველი, ის სისასტიკის რეალური დამკვეთია. ოკეი. რატო გაქვს ეს დებულება რომ რაღაც შეიმინგი მოხდეს ადამიანებზე?
არა, ფაქტიურად დავანახო. ფაქტი დავანახოთ, რომ აი შენ კი თუ შენ ხორცს თუ ჭამ, ხარ ისეთი სასტიკი დაუნდობელი არსება, რომელიც იგივეა რომ რაღაც სადღაც სასაფლაოზე კნუტებს ატყავებს. ერთი განსხვავება ის უბრალოდ მაყურებს არ ჭამს. ეგ განსხვავება მხოლოდ ის არ ჭამს. ანუ მიზანი ეგ არის. არა, მიზანი არის, ნახე, ადამიანმა დაინახოს, რომ ის, რასაც შენ ეხა დღეს გამოიძახებ ან შეუკვეთავ სადმე დაბლა რო ჩახვალ, ამას თავისი ამბავი მოყვება. ანუ ამას ფერმები აქვს, ამაზე უამრავი დოკუმენტური ფილმი არსებობს, სხვათა შორის ეხა ყოველ თქვენგანს რო ესე ვანახოთ, ჩვენი ყველაფერი, არ მინდა. ანუ ისეთი რეაქცია იქნება ადამიანს შინაგანად. აი მაგალითად ბოსტნეულიო დაჭრა, იტყვი რომ დაჭრა და რაღაც ფრეშ რაღაც ბოსტნეულია, მაგრამ აქ რომ მოვიყვანო რაღაც საკლავი და მოდი მაგარი დღე იყო, დღეს მაგარი ჩაწერა გქონდა და ყელი რო გამოჭა სისხლები რო გადავასხმა. ანუ ის გავაკეთო, რასაც შენ ვერ ხედავ, მაგრამ თან აფინანსებ. მონაწილეობის მიღებაში სადღაც გეთახვები რა. ერთადერთი ხა ჩემთან რაც არის ამის განსაზღვრება მინდა, რომ ეს აპრიორში ცუდია თუ არა, რაღაცის თანამონაწილე იყო. ნახე, რა თქმა უნდა, მოთხოვნა როცა არის ბაზარზე, ამას ჭირდება მიწოდება. ხო. და ამის გამო რაღაცები ხდება. და მოთხოვნა რატო არსებობს არის? ბიზნესები, რომელიც რა თქმა უნდა თავისთავად მე მოთხოვნას თვითონ ქმნიან, მაგრამ ეს ის შემთხვევა, როცა კვებას ვეხებით, მოთხოვნა არის, როცა საერთოდ ადამიანების უმრავლესობას დღესდღეობით უნდათ რომ გქონდეთ პროდუქტი, საკვები, ხორცი და ამას თავისთავად სჭირდება მიწოდება და თავისთავად სჭირდება შესაბამისი ძალიან სწორია. ეხლა მინდა რომ კი, რა თქმა უნდა, ამაში ამ დებულებაში მაგიტომ გეთანხმები, რომ მე თანამონაწილე ვარ იმისი, რომ რაც ხდება თქვა ამ კვების ჯაჭვში მე ვუკვეთავ პროდუქტს და პროდუქტი ჩემთან მოდის, მაგრამ ეს აპრიორში რატო არის ცუდი? რომ მაგაში მონაწილე ხარ? ხო, ანუ შენ დებულება ისეთი რა შეიმინგისკენ მიდის. არა, ნახე, ეხლა ეგეთ რამეს გეტყვი. შენ იკვებები, დღეს უნდა იკვებო. აი ადექი, საუზმე გაქვს ყველაფერი და აი არჩევანის წინაშე დგახარ რა. გეუბნებიან ეგეთ რამეს, რომ დღეს მე შემიძლია მოგიტანო საკვები, რომელშიც აი მინიმალურია სისხლი, ძალადობა, სიკვდილი, ჩაწიხვა, ჩაფურთხება, ისი რევს უშვებიან, აი წარმოდგენა, უბრალოდ მაგას ვერც შეჭამ, უბრალოდ გული არ მიგივა, რომ ამას ვჭამ, ეგრე იფიქრებ და გეუბნები, რომ შემიძლია ესეთი მოგართვა. ამდენი კალორიით, ამდენი ცილით, ამდენი ნახშირწყლები, ამდენი დანარჩენი რა, მაკრო თუ მიკრო ნუტრიენტები რაც იქნება, გეყოფა დღეს, მაგრამ ექნება აი ყვირილი, წივილი თავის მოკლა და გეუბნები, უფრო ჯანსაღს მოგიტან. უფრო არ მადარდებს მე ეს ჯანსაღი. არ გაინტერესებს. ანუ აი ეს მაინტერესებს მე. აი მე ვარ ერთ-ერთი დამკვეთი, რომელიც ამას იკეთებს. ეხლა გეტყვი, კარგი, ამაზე გეუბნები. რატო აპრიორში ცუდიან? ეხლა გეტყვი. თავარი იმაზეა საუბარი. ეხლა ესე იგი ან თუ კი გავწდებით ამას, რომ ოკეი, ცხოველი არ გადარდებს. არ მადარდებს ის, რასაც ჭამ. კი ბატონო, ეხლა გეტყვი, ამას შე რო ჭამ, ამას ეწირება უამრავი რესურსი დედამიწაზე. ამას ეწირება, ნახე, შენთვის და ადამიანის თანახმაო რომ შეეწიროს. შენი, ნახე, იცი, ჩემი უფლება ეწირება, ჩემი სიცოცხლის ჯანმრთელობა. შენი უფლება არ ეწირება, შენ გაქვს შენი უფლებები, სადაც შეგიძლია რომ შენ როცა ამას ღებულობ, ნახე, შენ რო ერთ თევზს მიღებ ხორცს მაგალითად, 15000 შენ პრობლემა გქონია მცენარეებზე? 15000 ლიტრი წყალი ჭირდება ამ ყველაფერს. შენ პრობლემა გქონია რომ საკვები ვერ მოიპოვე? შენთვის საჭირო საკვები ვერ მოიპოვე? ამის პრობლემა გაქვს, ხო? ვეგანურად რო ვიკვებები? არა მაქვს. ანუ ესე იგი მე არ ვარ შენი პრობლემა. ის ადამიანი, ვინც უკვეთავ ამ პროდუქტს. არა, შენ იცი ვისი პრობლემა ხარ? ჩემს ახლობელს, ჩემს ოჯახის და სხვას ონკოლოგიური დაავადებები აქვს. ჰაერი რო დაბინძურებულია. თვითმფრინავებით შეიძლება იყოს, მაგის პრობლემა შეიძლება იყოს, ქვანახშირის წარმოება, მაგის პრობლემა შეიძლება იყოს. ანუ მსგავსი თანამონაბოლქვი და ასე შემდეგ. ნახე, ჩვენ გვაქვს ხო ვართ ადამიანები, რომელსაც აზროვნება შეგვიძლია. გვაქვს. შეგიძლია უარი თქვა, ალტერნატივა. ნახე, რას გეუბნები, კარგი. მე ქვანახშირს ვერ შეგიცვლი, მე თვითონ, მაგრამ შემიძლია რომ აი ამასაც დიდი წვლილი, ამას უდიდესი წვლილი მიუძღვის გარემოს დაბინძურებაში. აი დავინახოთ მეცხოველეობა როგორ ანაგვიანებს გარემოს, წყლებს, ჰაერს, ადამიანის ჯანმრთელობას, ბავშვებში რა მდგომარეობა, ამ საკვების მიღების შემდეგ ორგანიზმი როგორ ცხოველების მოსავლელი პესტიციდები და შემდეგ არ აზიანებს? ცხოველებს რატო ვაკეთებთ მაგას? ანუ იმას გეკითხები, იმას არ აზიანებს? რას აზიანებს მიცხოველიდან? ანუ მცენარეების მოსავლელად პესტიციდები და შემდეგ რაც გამოიყენება. რატო უკეთებენ პესტიციდებს? იმიტომ რომ ამან შეჭამოს და წარმოიდგინე შენ რომ პესტიციდებს ჩვენ დავჭამ, ჩვენ მაგას ავჭამ. 80% რაც არის, რაც მოდის კულტურა იკვებება ცხოველი ჯერ და იქიდან რაც შეება, ეგ არის და სხვათა შორის ვეგანი ბიზნესმენები რო არ არიან ბევრნი, მაგიტო არის ყველანაირად მახინჯი სტრუქტურა. ქვეყნების წყობა გინდა, ადამიანთან კომუნიკაცია გინდა, სამუშაო გრაფიკი გინდა. ნახე, გერმანია კარგი მაგალითია, ჩემთვის მე ძალიან ვაფასებ მაგ ადამიანებს, იმიტომ რომ ძალიან არაჰუმანური რაღაციდან დაიწყეს. ნახე, აშვებიან. აი, იქამდე მივიდეთ, ეგ გავიგე რომ ალს დაკვეთა, ანუ ამ თავარ იმას დაუბრუნდეთ რა, რომ შეკვეთა და შენ პასუხისმგებლობას იღებ შენ ქმედებაზე რაღაც უკვე. ხო, დახვდები ჩვენი დებულება ეგ
არის. ამაზე რა თქმა უნდა დაგეთანხმეთ, ეს ძალიან ისეთი დებულება, რომელსაც ანუ და შენი არჩევანი მაინტერესებს. მარტივი აქსიომაა, რომ რაღაცა პროდუქტი რო არსებობს ბაზარზე, ამას ყავს დამკვეთი და ამ დამკვეთის გამო არის ეს პროდუქტი. პირველად რო იყავი ხო ერთი დაგიდე. პირველი ხო და პირველად რო იყავი ხო ერთი დებულება დაგიდე, რომ პირველი ისა არჩევანი ესეთი მოგეცი. ნახე, მოგეცი რა, მოგეცა რომ აქეთ არის 800 მილიონი ბავშვი. აქეთ არის 80 მილიარდი ცხოველი. არა, პლუს ამას დავამატოთ ეგ მომენტი, ნახე. ისეთ მაგალითს მიჩვენებ, რომ ან ბავშვები ან შენი შემდეგი ნაბიჯი როგორ იქნება? ნახე, შენ შეგიძლია დღეიდან ნაბიჯი გადადგა, რომელიც სხვა ადამიანსაც დაიცავს. სხვა ადამიანსაც დაიცავ შენი დღევანდელი ნაბიჯით. სხვას დაიცავ, ანუ სხვა გარემოს დაიცავ, მე დამიცავ. როგორ არ გონია ფაქტებია ეგ და სოთაშორის ინფორმაციის ნაკლებობა ძალიან ისეთი არის რა. ინფორმაციის ნაკლებობა ხო იცი რაც არის. ძალიან გვაკლია საქართველოში. გამარჯობა სახელებზე, როგორ თქვი, არ მეშლებოდ ხა, მაგრამ მე მგონი მართლა ვერ იმახსოვრე. კარგი, მოდი ერთ არგუმენტს შემოვიტან კიდე და ძალიან არ მინდა რომ აი თემებში ავირიოთ რა. შენთვის ყველა ცხოველი მნიშვნელოვანია თუ განსაკუთრებულად გამოყოფ რომელივე ცხოველებს, რომელთაც დაცვა ჭირდება. ჩემთვის ნებისმიერი არსება, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობს, ერთნაირად საწემო არის და მაქსიმალურად ვცხოვრობ დაწყებული და ყველაფერი. აი, მატლი და ჭიარაც ყველაფერი. აი, როგორ თვლი დაუშვათ, რომ აუცილებელია რომ არსებობდნენ ცხოველები და მრავალფეროვანი გარემო თუ შეიძლება რომელიმე ცხოველი გადაშენდეს. ჩემთვის პირადად ანუ ჩემი პირადი აზრი, მე ნაკლებია ბუნება ისეთად. აი რა მიზანი გაქვს შენ დაუშვათ, ანუ შეიძლება კატასტროფა მოხდეს, ან აუცილებლად ჭირი და ავტომატურად გადაშენდეს, მაგრამ ადამიანის ჩარევით რო გადაშენდეს რომელიმე ცხოველი, მე არ ვთანხმები რომ მოგეწონება თუ არ მოგეწონება. არა, ადამიანის ჩარევით რატომ უნდა გადაშენდეს? ბუნება იცი როგორია, მე ხო იცი. ხო, აი ხორცის ექსპლუატაცია რო შევწყვიტოთ ადამიანებმა. შენთვის ყველა ცხოველი თანაბარ უფლებიანია, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში, ან ყველას თანაბარი მნიშვნელობა აქვს და ყველა სიცოცხლე თანაბარ მნიშვნელოვანია თუ ყავს გამორჩეული ცხოველები, რომელთა სიცოცხლეც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და რომლის ნაკლებად მნიშვნელოვანია. არა, ჩემთვის ყველა ცოცხალი არსება, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობს, მიმაჩნია რომ იმსახურებს სიცოცხლეს. სიცოცხლის უფლებას. ყველაფერი, როგორც ადამიანი, ნებისმიერი რაღაც თუ თავს არ გესხმის და თავის დაცვა არ გიწევს. როგორ ფიქრობ? იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ავკრძალავთ ცხოველის ექსპლუატაციას, ან მოხმარებას, ან კვებით ჯაჭვში ჩართვას. შინაური ცხოველების 85 მილიარდიანი, ესე ვთქვათ, მასა შემცირდება თუ არ შემცირდება და რა ინტერესი ექნება ადამიანს, რომ კვლავ განაგრძოს დაუშვათ 85 მილიარდზე ცხოველზე ზრუნვა. კი, ძალიან კარგი შეკითხვა. კვებითი მოთხოვნილება ან სხვა ნებისმიერი. კი, ძალიან საინტერესო შეკითხვა. პირველი ეგეთი რაღაც მინდა დავაფიქსირო, რომ აქ ჩვენ რო ვართ, ავსაუბრობთ, რომ ავკრძალოთ. ანუ ჩვენ ადამიანს, აი მაგალითად მე ეგეთი საქმიანობა მაქვს, ჩემი საქმიანობა არის, რომ წეվել ადამიანებს, ვინც სიგარეტს ეწევა, დავეხმარო იმაში, რომ მოწევა დაივიწყოს და ამას ვაკეთებ. და ხალხს უყვირს რომ ესე უკრძალავ, დააგინებ, დააფიცებ. მე ვეუბნები რომ მიმყავს იმ მდგომარეობამდე, როცა მას ბუნებრივად აღარ უჩნდება სურვილი. ანუ ჩვენ ხორცის აკრძალვაზე კი არ ვსაუბრობთ. გვინდა რომ ადამიანები შეიცვალონ, მათი ხედვა შეიცვალოს და ბუნებრივად თქვას რომ მოდი აღარ მინდა. კი, და დარჩა 80 ალბათ 80 მილიარდი ცხოველი. ეხლა ჩვენთან საქართველოში მე ვიცი ერთი ადამიანია, რომელსაც საკუთარი ეზო აქვს, დიდი, სოფელში ცხოვრობს და აქ რაც უნდა დაეკლათ. ეს ყველაფერი გამოისყიდა და თავისთვის ზრდის. არა, ეგ გასაგებია. დედამიწაზე არის უამრავი ადამიანი, რომლებიც წარმოადგენენ ფერმერების რაოდენობა არის ძალიან ბევრი, რომლებსაც ჰქონდათ ხორცის ბიზნესი, რძის ბიზნესი, რო დაინახეს, რომ მათი ხედვა შეიცვალა და ვეგანები გახდნენ, შეცვალეს და როგორც თავშესაფარი ეგრე გააკეთეს. არა, ეგ მესმის. აბა რა შეკითხვა ქონდა? იმპოსტულატში გეთანხმები რომ დაუშვათ. გამოიხშირება თავისთავად. იდეოლოგიურად ვცდილობ რომ ადამიანებს აზროვნება შევაცვლებინო. ეგ მესმის და შენი არჩევანია ასე ვთქვათ, რა სოფხედულობას განავრცობ, მაგრამ მე პრობლემა მიჩნდება მაშინ, როდესაც შენ იწყებ აკრძალვის დაწესებას. გითხარი რომ არ გძალავთ. ცხოველი რო გავატყავო, მიკრძალავ? ცხოველი რო გავატყავო? ცხოველი მე რო კანონით გიგძალავს. ხო, აი რატომ მიკრძალავ? ვინ დაადგინა ეს კანონი? ადამიანმა დაადგინა. რის ფონზე? ეთიკური განვითარებით. არა. ეთიკური განვითარებით შენ შეიძლება დაადგინე, რომ ეთიკურად ჩვენთვის მძიმეა, ემოციურად მძიმე აღსაქმელია, მაგრამ არა, ეთიკა ეგ არ არის. ეთიკა ეგ არ არის. ეთიკა ნიშნავს რომ პატივისცემაა. ხო, ანუ ქალთა უფლებები შენთვის ეთიკურად ციბრალური არის თუ ხედავ რომ ვიღაცა ცოცხალი არსება აქამდე ეგონათ რომ კაცები იყვნენ წამყვანი დედამიწაზე და მე გამოჩნდა რომ ქალებიც არიან. მან ნახე ეთიკა რო განვითარდა, მაგის შემდეგ აქვს ადამიანს ქალს, მაგის შემდეგ აქვს უფლება სხვადასხვა საქმიანობაში ჩართვის. შენი აზრით ეგ ემოციური ამბავი არის თუ იმსახურებს ქალი ყოველთვის პატივისცემას? ეთიკა, მორალი ეს არის სუბიექტური.
ობიექტური ჭეშმარიტება. სხვა რამეს კითხავ, ეთიკა, შენ მორალი არის ეთიკურად თუ არა განმავითარებელი კაცობრიობის? ადამიანის უყურე. ჩვენ წარმოიდგინეთ ძველ დროში ყოფილიყავი და ეთიკა რო არ იყოს. ნახე, ერთს გეტყვი და მე შენ გაგრძელი. ეთიკა რო არ ყოფილიყო, ჩვენ როცა განსხვავებული აზრი გვექნებოდა, რას აკეთებს ადამიანი? როცა მისგან განსხვავებულს ხედავს, კლავდა. ხო, ცხადია. ეთიკურად განვითარდა და საუბრობს. კი ბატონო. ზუსტად იგივე პროცესია აქაც. კი ბატონო. ანუ ჩვენ უყურე სად მივდივართ? ანუ ჩვენ ცხოველს ვეუბნებით რომ იცხოვრე, იმიტომ რომ გვაქვს ამისი ფუფუნება ადამიანი განვითარდა. განვითარდა, ნახე, შექმნა რაღაცა, აი სახეობის რაღაცა მცენარე, რომელსაც ცილას შეიცავს. იგივე რაოდენობით, რასაც ხორცი შეიცავს. კი ბატონო. ანუ ჩვენ გვაქვს არჩევანი. არჩევანი. შენ რო არჩევანი მოგცენ. მსხვერპლის გარეშე აირჩევ სიცოცხლეს თუ მსხვერპლით. როცა ჩემი არჩევანი იქნება რა ეთიკური, ანუ ეთიკური დილემის წინაშე მივდივარ. მაშინ ეგეთ რამეს გეტყვი. ქუჩის ძაღლები რო აიგრძალოს თბილისში, შენი რომელი გამოსავალს ხედავ? სტერილიზაცია, კასტრაცია თუ დავწვათ და გავაქროთ? მითხარი, აი ეთი პრობლემა გვაქვს, ძალიან დიდი პრობლემაა. შეიძლება ბავშვი ნახე, შეიძლება ბავშვი დაკბინოს, ანუ თუ ეს ვერ მოგვარდა ეს პრობლემა. კი, არა, მე ეს შეკითხვა მინდა. კარგი, რომელსაც ეთანხმები? რომელი ავირჩი? მე გეტყვი განსხვავებულ გამოსავალს. ჩემი აზრით, ყველა ცხოველს დედამიწაზე უნდა ყავდეს პატრონი. უპატრონო ცხოველი არ უნდა არსებობდეს რა. ამას უნდა პატრონობდნენ ის ადამიანები, რომლებიც მასზე გადაწყვეტენ მზრუნველობას და რომლებიც მას საკუთრებად გამოაცხადებენ. ხო, საკუთრების შეძენის ფორმები სხვადასხვა არის. შეგვიძლია შევიკედლოთ, შეგვიძლია ვიყიდოთ და შეიძლება არავინ ვინ დაადგინა, მითხარი? გეტყვი, ვინც დაადგინა. განავრცოს. ჯერ ამ პოსტულატს მივყვეთ. როდესაც ყველა ცხოველს ეყოლება თავისი მესაკუთრე გადაწყვეტს მასზე როგორ იზრუნოს. რა ფორმით იზრუნოს? კი ბატონო, იმიტომ რომ ადამიანი და ცხოველი განსხვავდება. ცხოველი არის რითი განსხვავდება მითხარი? ცხოველი ნივთია? ხო, ცხოველი არის ნივთი. მანქანა ნივთია? მანქანაც ნივთია. მანქანა და ცხოველს შორის მანახე ერთი ისეთი მსგავსება. მანქანა ეხლა ნახე, მოდი ცხოველი დავაყენოთ შუაში. აგერ არის მანქანა, აგერ არის ადამიანი. ძროხა მანქანას უფრო გავს თუ ადამიანს? რა შუაშია? ანუ რა მნიშვნელობა აქვს? ანუ ნივთია, ხო არის ნივთი? ძროხა არწივისგანაც განსხვავდება, ობობისგანაც. არწივი მანქანას უფრო გავს თუ ადამიანს? ნივთის ბუნება აქვს. თვალი რომელსაც აქვს? ცხოველის უფლებები აქვს, მაშინ მოდი აქედან დავიწყოთ. ჩვენ ვართ ვეგანები, რომლებიც ვართ უფლებები აქვს. და გვინდა რომ ერთი ნაბიჯი წინ ვალდებულებები თუ აქვს? ბავშვს არ აქვს ვალდებულება და აბა რა პაპა. მოდი მაგამდე ჩავიდეთ. არის ბევრი ადამიანი ვალდებულება შეუძლია კომაში მყოფ ადამიანს და პასუხისგებლობა შეუძლია თუ არა. ვერა, ნახე, ადამიანი რომელიც კომაშია. ადამიანი რომელიც კომაშია. ერთ დავასრულოთ. ხო. მე როდესაც შემიძლია მოვკლა მგელი. რატო შეგიძლია მოკლა მგელი? სიტყვაზე უბრალოდ როგორც ნივთს აღვიქვა, ხო? ანუ შენ მატყუე, ნივთი არის მგელი? მოდი, პირიქით უნდა ანუ ჩვენ ახლა ჩვენ საუბარს ნახე, ჩვენ საუბარს მოისმენს, რავი, მინიმუმ მეოთხედი საქართველოს შენ როგორი არგუმენტი გინდა გქონდეს, რომ ადამიანი მოსული არის და ძროხაზე, კატაზე და ღორზე მეუბნები, რომ ნივთია. ხო, მაგას გეუბნები. ნივთია? კი, ცხადია. ანუ მობილური როგორიც არის, შენთვის იგივეა? აბსოლუტურად არანაირად არ განსხვავდება. ერთი და იგივეა. აბსოლუტურად ერთი და იგივეა და მის მშობელი არის ვალდებული რომ გასა. შენმა შვილმა, შენ შული ყავს? არა. შენმა შვილმა რო ყელი გამოჭრას ძაღლს და მობილური დაამტრიოს, მაგაში განსხვავებას ვერ დაინახავ შენ. დაინახავ განსხვავებას. შენი შვილი რო ძაღლს კლავდეს და მობილურს დაამტრიოს. ემოციურ არგუმენტებზე რო გადავდივარ, ხო? შემოგვაქვს ემოციური. ძაღლს არ აინტერესებს შენ ემოციური ხარ თუ არა, მას სიცოცხლე უნდა. შენ რატო უყურე? შენ ნახე რო გაგიშვან შენ. აი ამ შენობის გარეთ რო გაგიშვან. ცხოველი გიყვარს თუ არ მიყვარს ცხოველი? არა, სიყვარული შეეშვი. შენ სიყვარული და მე საერთოდ არ მიყვარს ცხოველი. შენ ცხოველი მოგწონს თუ არ? შეიძლება არ მომწონს, შეიძლება მომწონს. ამას არსებითი მნიშვნელობა. შენ ვიღაცა რო არ მოგწონს კლავ? სამყაროში როგორ თანაარსებობს ადამიანთან, აი ამას აქვს მნიშვნელობა. ხო და როგორ თანაარსებობს ძაღლი შენ, როგორ თანაარსებობს შენთან? ძაღლი რომელიც მოდის შენთან. არსებობს ძაღლი. ძაღლი რო გიქცევა შენთვის. კი ბატონო, როცა ძაღლი გეფერება. და შენ პასუხი კლავ? როცა გინდა მაშინ მოკლავ ძაღლს? მობილურს ხო გამოიყენებ როგორც გინდა. იგივე კითხვას რამოდენიმე ატრიალებ. იმიტომ რომ როგორ უნდა გასაუბრო? არ ვიზავ მაგას. რატო არ იზამ? იმიტომ რომ არ მაცდი პასუხს. რატო არ იზამ? რატო არ მოკლავ ძაღლს? ეს ჩემი შინაგანი ეთიკური მორალი არის. რა ნივთთან რა ეთიკა შეიძლება იყოს? შენ ეთიკური მორალი. ნივთთან როგორ შეიძლება რა ეთიკურობასთან? ჩემი ტელეფონი რო გატეხო, ხო? ისევე მოგთხოვ პასუხს, როგორც ჩემი ძაღლი დააზიანა. არა, სხვა რამეს გეუბნები, შენ მაშულმა რომ მობილური გატეხოს, შენს თვალწინ და ძაღლს ყელი გამოჭრას ერთი და იგივე იქნება და საზოგადოებას უთხარი. შენმა შვილმა, პირდაპირ გეუბნები, შენმა შვილმა დოლარიანი ტელევიზორი რო გატახოს თუ 100 დოლარიანი ტელევიზორი სხვადასხვა იქნება. კარგი, მაშინ ეგ ძალიან კარგი პასუხია. მეგობრებო, ადამიანი ამბობს, რომ ძაღლი და ნივთი ერთი და იგივე ყოფილა. აბსოლუტურად უფლებრივი განსაზღვრება ეგ არის. ანუ შენ ეთანხმები რომ სამყაროში როგორ უნდა გავარჩიო. კარგი, მოდი, ძალიან სენსიტიური საკითხი არის საქართველოს. აი ნახე, ძალიან სენსიტიური საკითხი გვაქვს თბილისში. აი საქართველოში არის ეგეთი რომ
ძაღლების პრობლემა ხო გვაქვს? ხო, და ეს არის ანუ ტიპი ეთანხმება რომ ძაღლები დაიწვას. ეთანხმები ხო? აი, ვინ გამოიტანა ეგ აზრი მე აქ, გამოვიტანე. ძაღლები რატო ნითია და ყველაზე კაი გამოსავალი არის და გაფუჭდეს. საკუთარ ძაღლს ეგრე არ ყავს, საკუთარ არ ქონებას ყავს. ეგრე მოექცევა, არ მე ეს ყავს. არ მომეწონება. რატო არ მოგეწონება? კანონით მე რომ მე მობილური- დასჯისუფლება არ კარგი, მე რომ მობილური დავამტრიო. აი ეს არის მე რომ მობილური დავამტრიო. ხო. შენს თვალწინ და ძაღლი მოვიყვანო და შენ რომ წელი მობილური გამოჭრა. დაამტრიო საკუთარ. შინაგანად იგრძნობ რამეს? მე მაქვს უფლება მოვიდე და უფლებაზე არ გეუბნები, ბიჭო. რატომ ადრე ხო? კი, კი. აბა შენი დებულება შემოგთავაზე. კი ბატონო. ნუ ცხარე დისკუსია იყო და ჩემი აზრით ეს საკითხი ხა რადებულებაც მე შემომაქვს საბოლოო ჯამში კრავს თითოეულ ამ საკითხს და რაღაცნაირად ამ პრინციპზე თუ ჩვენ შევთანხმდებით თუ ვერ შევთანხმდებით მათ შორის ეს განსაზღვრავს შენი პოზიციების სისწორეს და ჩემთვის თავარი დებულება ამ შემთხვევაში არის ის რომ ცხოველებს ზოგადად ნუ ადამიანის გარდა არ გააჩნიათ უფლებები ეს არის ჩემი აზრით თავარი საკითხი, რომელსაც მივყავართ იმ პასუხამდე, რაც იყო თუნდაც ბოლო დებულების კითხვა, მაგალითად არიან თუ არა დამკვეთები ის ადამიანები, ვინც ხორცს მიირთმევს და არიან თუ არა ისინი დანაშაულის თანამონაწილეები რეალურად და ამართლებს თუ არა მიზანი, რომ ადამიანები არ იყვნენ შივრები, იყვნენ მაძღრები და ამის საშუალებად გამოიყენონ ცხოველები. ამ კითხვებზე პასუხის გაცემის თავარი საფუძველი არის ეს ჩვენ შევთანხმდებით თუ არა იმაზე ცხოველებს აქვს თუ არა უფლებები და აქ მაქვს მე ჩემი კონკრეტული ლოგიკა და ჩამოვაყალიბებ ამ ლოგიკას და მე შენ აზრსაც მოვისმენ. ლოგიკა არის შემდეგი, რომ ჩემი აზრით ზოგადად უფლების კონცეფცია თავისთავად არის ადამიანური, ანუ ადამიანის გარდა შეუძლებელია რომ ვინმეს უფლება გააჩნდეს და აქ არის თავარი პირობა, რაც უფლებას ახასიათებს და რატომაც არის ის ადამიანობასთან კავშირში. უფლებებს გააჩნია თავისი პირობები. უფლება ზოგადად არ არსებობს ვალდებულების გარეშე. ანუ განუყოფელია უფლება ვალდებულებისგან. ანუ თუ კი ადამიანს და ნებისმიერ არსებას აქვს რაიმეს უფლება, მას ავტომატურად მოსდევს სხვისი თავისუფლების პატივისცემის ვალდებულება. გაიმართ ცოტა ვერ გავიგე, მითხარი თავიდან? ადამიანს როდესაც აქვს ან რაიმე არსებას როცა აქვს რაიმეს უფლება, მაგალითად სიცოცხლის უფლება, მას ავტომატურად აქვს სხვისი სიცოცხლის პატივისცემის ვალდებულება. ანუ შენ თუ გაქვს უფლება, რომ არავინ არ შეგეხოს, არავინ არ მოკლას, არავინ არ დაგიმონოს, არავინ არ გაქურდოს, ავტომატურად შენ გაქვს ვალდებულება, რომ შენც არავის არ შეეხო, შენც არავინ არ მოკლა, არავინ არ დაიმონო, არავინ არ გაქურდო. ანუ რაც შენ გეხება, რაც შენ არ უნდა გაგიკეთონ, ავტომატურად არ შენ სხვას არ უნდა ცოტა ქრისტიანული მორალი დევს უფლების ამ გაგებაში. მაგ პირობას შენ ახლა რასაც ამბობ? ეს არის უფლების კონცეფცია, როგორც ფუნქციონირებს ზოგადად დედამიწაზე კაცობრიობა კაცობრიობის მოდგმიდან მოყოლებული. ზოგადად უფლების აი დავამთავრებ და მე უბრალოდ ეგრე არ თქვა რომ ეგ რაღაცა ჭეშმარიტება იყოს. არა, მაგასაც ვიტყვი. ზოგადად უფლების წყარო კაცობრიობისთვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იყო სხვადასხვა რამე, ვიღაცისთვის იყო ვიღაცისთვის იყო საზოგადოება, ჩემთვის მაგალითად პიროვნულად არის თავისთავად ადამიანი როგორც არსება, გონია რომ მას ბუნებითად აქვს უფლებები, იმიდან გამომდინარე რომ ის არის სწორედ ადამიანი, მას აქვს რაციონალური აზროვნების, რაციონალური გაზრების უნარი, ცნობიერების ის დონე, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ მან გაარჩიოს სწორი და არასწორი. ადამიანი არის მორალური აგენტი. განსხვავებით ვეგანი მე ვარ თუ ეს ადამიანი ზუსტად იგივე ვსწავლობ მე უბრალოდ ნებისმიერი სხვა ცხოველისგან ეხლა რაც არის ჩვენ შორის განსხვავება ადამიანი ნებისმიერი სხვა ცხოველისგან არც ერთ სხვა ცხოველი არ არის მორალური აგენტი ანუ არც ერთ სხვა ცხოველს არ შეუძლია სწორის და არასწორის გარჩევა და საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობა ადამიანთან თუ თავის სახეობასთან ანუ თავის გვართან არ შეუძლია თუ რა ეგ დაა კონკრეტი არავის ანუ გლები მაგალითად როგორ ცხოვრობენ იცი ხო ამიტომ ჭიანჭველები როგორ ცხოვრობენ იცი ჩვენ თუ ვიტყვით რომ მას აქვს სიცოცხლის უფლება, ჩვენ ანტილოპას ვერ მოვთხოვთ იმას, აი ეგ უფლება რო არ ყოფილიყო, შემოგვივარდებოდნენ? ვერ მოვთხოვთ იმას, რომ როდესაც ლომი დაარღვევს ანტილოპის სიცოცხლის უფლებას და შეჭამს. ეგ ბუნების კანონია, შენ მაგას ჩვენ ლომს ვერ მოვთხოვთ იმას, რომ მან პასუხისმგებლობა იყოს საკუთარ ქცევაზე. შენ ქცევაზე არ გინდა პასუხისმგებლობა და ლომს უნდა მოვთხოვოთ? შენს ქცევაზე არ იღებ პასუხისმგებლობა. მე თუ შენ ქცევაზე ადამიანი პასუხისმგებლობას არ აიღებს, ჩვენ გვაქვს საზოგადოებრივი წესრიგი, ისე რომ ადამიანს მაგალითად უშვებთ ციხეში, ვშით.
რატო? თუ ის უფლებებს არ ღვევს. ხო და ნახე შენ სწორს თუკი ამბობ. ჩვენ მაგ დაშვებას გავაკეთებთ, რომ ცხოველს აქვს უფლებები, გამოდის რომ ლომი ანტილოპას შეჭმის გამო და დაუპატიმროთ და არა, ბუნების კანონი არის. სამართლები რო აბსურდამდე მივყავართ. ეგ ნახე შენ ახლა იცი რა გერევა ერთმანეთში ბუნების კანონი არის შენი ჩარევის გარეშე ესე ცხოვრობს მილიონობით წლებია დედამიწა. არა, ჩვენ თუ გამოვაცხადებთ, რომ მაგალითად ჩვენ არ შეგვიძლია ანტილოპას აქვს უფლებები და ანტილოპაზე რამეს. ანუ ნახე იცი რა ის საინტერესოა. ანტილოპას შენ აცხადებ, რომ ანტილოპას უფლება აქვსო და თუ კი უფლება აქვს შენამდე ცხოვრობდა, შენამდე ცხოვრობდა ცხოველი დედამიწაზე, მაგას რატო არ ხედავ? შენ საერთოდ არ იყავი ისო გაჩნდა. მაგას რა მნიშვნელობა? რა ვსვია, ვიღაცასაც სტუმრად იყო, ვიღაცა შენზე. არა, არავის არ ანიჭოს პრივილეგიას, კაცო. აქ აბა საუბარი რატომა პრივილეგია? იმ ცხოველს არ აქვს უნარი, ხო და ეს არის განსხვავება, მას გიხსნი. კომაში მყოფ ადამიანს. სხვა ცხოველს არ აქვს მეთქი უნარი, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევაზე. ანუ მან გასაზრდოს რა არის. რატო დაეძებ მის ქცევას? შენ ქცევაზე კონდეს. იმიტომ რომ არა, ეგ უფლებები რა შუაშია? ეს სწორს ამბობს, ზუსტად ჩვენი საფუძველი ეგ არის, უბრალოდ ვეგანობა იცი რა არის? ეს ტიპი რო ადგეს და ერთი ნაბიჯი წინ გადადგა, ზუსტად ეგივეა. არა, ღმერთო დამიფაროს. ღმერთო დაგიფაროს? რატო სხვისი უფლებების დაცვა ღმერთმა დასაფარი თუა, როგორი იურისტი ხარ? შენ რატომ მოდიხარ მითხარი? დრო გვაქვს. დრო გვაქვს. ჭკვიანი მაიმუნი ცოტა გონება შეზღუდულ ადამიანზე უპირატესია და მაქამდე მიდის შეიძლება. იცი როგორ რაღაცა, ანუ აქვს საუბრობთ იმაზე, რომ ანტილოპას აქვს უფლება თუ არა აქვს და ლომმა ანტილოპას შეჭამოს, ვინ ვის უფლებას დაარღვევს რა. ალბათ, სადღაც ანტილოპას თავისი უფლებები აქვს და ლომსაც თავისი უფლებები აქვს და ამ უფლებების საფუძველი არის ძალა. ხო? იმას სირბილში აქვს, იმას ძალა, ლომს აქვს ძალა, უკბინოს ანტილოპას სადღაც კიქსერში, სიტყვაზე მოკლას და შეჭამოს. ანტილოპას აქვს ძალა, გაიქცეს და თავი არ შეაჭმევინოს ლომს, ხო? და სადღაც ალბათ ეს ენერგიები, რომელებიც არის predator და victim სიტყვაზე, ისტორიულად ყველა ცხოველში ესე იყო, ხო? ხო და ადამიანი გაიჩნდა super predator-ი რა, რომელმაც განაცხადა ამ ძალის მეშვეობით, რომ მე მაქვს უფლება გადაგუწყვიტო ეხა შენი უფლებები. ხო, ეგრე გამოდის. სწორს ამბობ, ანუ ადამიანმა გადაწყვიტა. გადაწყვიტა, ოღონდ რატო? შეხედე, თუ ბუნებაში ლომს ქონდა ფუნქცია მოიპოვა ძალის მეშვეობით, ფუნქცია ანტილოპის სიცოცხლე უგულელყოს და შეჭამოს, ხო? აღარ მისთვის გაუცნობიერებულია, ეგეც დაამატე. აი, მოდი მაგას. ის რა ცნობიერებს, კარგად იცი. ხო, მოდი ეგ. ის ბუნებრივად არის ეგრე. მოდი ეგ გადავდოთ, მაგრამ მოვიდივართ ბუნებიდან, ხო? ხო და აი, რას გვეუბნება ბუნება? გვაჩვენებს რა, გვაჩვენებს, რომ აი, მოვიდა ლომი, შეჭამა ანტილოპა, დააფიქსირდა რაღაც ბალანსი და ესე ვთქვათ, კვებითი რგოლი, ხო? ბუნებრივად. ვიძახით რომ გაცნობიერების გარეშე. ხო, სადღაც ადამიანი იყო, რომელიც ის რაღაცებს ვერ იცნობიერებდა, მაგრამ მოიგონა იარაღი და მოერია ლომს, ხო? როგორც კი ადამიანი მოერია ლომს, გამოდის რა, განაცხადა ამ ცხოველმა, რომ მე უფრო მეტი ძალა მაქვს და შესაბამისად მოითხოვა ძალა უფლება, ანუ მოიპოვა და ეხა ადამიანმა დაიწყო გადაწყვეტა, რომ რას გააკეთებს ახლა ლომი. პირობითად ვიზახი, ხო? ან რას გააკეთებს ნებისმიერი სხვა ცოცხალი არსება. ეხა აქ არის ორმაგი მომენტი რა, რომ ზუსტად იმიტომ გახდა ადამიანი super predator-ი, რომ ცნობიერი აქვს და ინსტინქტს გაცდა, ხო? და ზუსტად იმიტომ დარჩა ლომი ლომად და შესაბამისად ფუნქციები შეეკვეცა, ხო? ეხლა დღეს რამდენი ლომია, ხო? ადამიანზე ბევრად ნაკლები, ხო? მინიმუმ 7 აქვს. ოკეი, მე კი ბატონო, მინიმუმ 7 ეგ მაგითო თქვი. ოკეი. ხო, მე არ დამითვლია. შეიძლება მე დებილი ლომი ვარ. ხო, არა, შენ ძალიან სწორს ამბობ. ვეგანები იცი რომლები ვართ? შენ ეხა იცი რა სადარებ ლომს ამართლებ რო ეგეთია და მე გეუბნები. არა, ფაქტს ამბობ. ხო. და ჩვენ იცი როგორ ჩვენ ვიცით საიდე შენ გონია ეხა შეგვიძლია ვიყოთ ლომები, და შეგვიძლია არ ვიყოთ ლომები. კი ბატონო და შეგვიძლია არ ვიყოთ. ნახე, შეგვიძლია. ნახე, ეხა შეგვიძლია არ ვიყოთ სასწორს იცი რა დევს? ეკოლოგია, ჩვენი შულების ჯანმრთელობა, რაღაცა ეთიკური განვითარება, ერთი საფეხურით წინ წასვლა, უკეთესი ჰაერი, უკეთესი საკვები და მაინტერესებს ამდენი კარგი როდევს. ეხლა ნახე მე სიგარეტ დევს, რატო არ გინდა? ეს რომ გადმოვიდა. მე სიგარეტს აი ადამიანებს ხო სიგარეტზე ვაწყვეტინებ მოწევას და ვეუბნები რომ ნახე, ოღონდ ეგ არ ჭრის. აი გარე, ვეუბნები რომ აი ესეთი ცხოვრება გექნება, ფულს არ დახარჯავ, ამას არ გააკეთებ, ამას არ გააკეთებ და დახუნძლულია.
უნდა ძალიან მაგრამ არის დამოკიდებულება ნივთიერება, რომელიც ვერ აკეთებინებს. ეხლა რო ავიღოთ ცხოველური პროდუქტი, მინიმუმ ყველი რო ავიღოთ, ისეთი ნივთიერებისგან შედგება, რომელიც ადამიანის დამოკიდებულებას იწვევს. ეს ამხელა ბიზნესები შენ გონია, შენ გიყვარს ხორცი და მაგიტო ჭამ, ბურგერი, ანუ ბურგერი ნახე, შენ ბურგერში არც იცი რა დევს, მაგრამ ბურგერი რო ბურგერია მოწოდებული მაგიტო ჭამ. ოკეი, მოდი სად გავიდეთ, იცი? ეხლა ჩვენ შეგვიძლია 10,000 ანტოლოგია და პარალელი გავავლოთ. საწვავი, პოლიტიკური წყობა, მილიონი რამე რა, რომელიც სინამდვილეში ისე არ არის, როგორც შეიძლება განვითარებულ ადამიან, უკეთესი შეიძლება ყოფილიყო რა. შენ მაგის ვას აკეთებ? უკეთესი რო იყოს. სოფიო უკეთესი. ხო თემა? მაგრამ ბადრისავით ამბობ რომ ღმერთმა დამიფაროს ვეგანი ვიყო თუ შენ უშვებ ვეგანი შეიძლება იყოს. არა. მე არ ვიძახი. აი ღმერთმა დამიფაროს ის როგორ რაღაცა ის უკვე რელიგიისკენ. აუ ერთი შეკითხვა მაქვს ძალიან ისეთი. არ ვიძახი არც იმას, რომ პირობითად ხვალ რომ მომინდეს, ვეგანი არ გავხდები, არც იმას არ ვიძახი რომ შენ გაქვს უფლება რამენაირი რომ მე ან ვეგანობისკენ წამიყვანო ან წამომიყვანო, ისევე თავისუფალი ვარ მეც, როგორც ხარ თავისუფალი შენ და მე ამ გადაწყვეტილებაში მაგრამ შენ ამ გადაწყვეტილებით მე მიშლი ხელს მე მიშლი ხელს შენი გადაწყვეტილებით, ანუ მე არ მაქვს რესურსი, ადამიანები შიმშილობენ, ჰაერი არ მაქვს იმის გამო რომ შენ გონია რომ დაბლა შავხო და ხინკალს შეჭამ და ჩვენი ტრადიცია. ეხლა რაღაც ნახე რომ გენეტიკაში გვაქვს თურმე, ნახე რა გვაქვს. არა, ეგ ფეთერნები ხინკალი და ლუდი. ლუდი. ვაფშე არ საზოგადოება ესე ვცხოვრობ ჩვენ. არა, ეგ არაფერს შენ შემთხვევაში არაფერს შევაშ. შენთან სხვა არის. ხო, ნუ ანუ შენ წარმოვიდგინე. მე ვიზახი რომ მე თავაზობს სწორ გზას. არა, სწორი. რა სწორი არა? ეკოლოგიაზე დაფიქრე, ჩემ ჯანმრთელობაზე დაფიქრე. იმ მომენტში როცა იზახი შენ ხარ სწორი, შენ აცხადებ ძალას. რითიც მე რა ძალით მე შევიდაც გინდა მე პირობითად რა გავხდი ანტილოპა. მე ანტილოპა არ გავხდები. ანტილოპა რატომ უნდა იყო? ხო, ანტილოპა ეხლა შემჭამო ეხლა ჩემ აზრს. იმხელა ბიზნესები არსებობს, ჭამს ყოველდღიურად. ხორცის ბიზნესი ჭამს ყოველდღიურად. ეგ დაინახე, ხორცის ბიზნესი ჭამს ყოველდღიურად. ბასალების სოპია, შეხედე? მე მჭამ და შენ. შენ ხორცის ბიზნესი ჭამს. ჭამს, აბა, მეც მჭამს. ხო და მეც მჭამს და მოდი ერთად შევჭამოთ ხორცის ბიზნესი. არა, სწორად წავიდე. ეგ როდის მოგვარდება, იცი? 10 ადამიანი. როცა გავეგანდები. ხო, 10 ადამიანიდან 4 ადამიანი რო აკეთებს პირობითად რაღაცას პრინციპულად უკეთესად, მე ხდება 10 ადამიანი. კი ბატონო, მაგრამ მათამდე როგორ მიდის? არ მოხდა. ესე იგი ვერ მოხდება. რა ვერ მოხდება? იმიტომ რომ არასწორი. წეგან საუბრობდით რომ 2000-ებიდან აქამდე 100 მილიონამდე გაიზარდა ვეგანები. ეგ არც ერთი მიმდინარეობა არ ყოფილა ესეთი მასშტაბური. კი ბატონო. და შენ თვალწინ წავე საქართველოს ჩაქცეული უკან აი პირდაპირ გეუბნები ჩამორჩეული ქვეყანა. მე პირდაპირ გეუბნები, მე ვარ სუპერ პრედატორი და ვაღიარებ მხოლოდ ძალას რა. როცა მიიღებ ამ რა ძალას, ეკოლოგიურად ჩემ მოგიერთებ. და ეგრე რატო ჯიუტობ, ნახე, შენ მაზიანებ მე. პოზიცია რა. ქვეყანას აზიანებ. პოზიცია. რატო ჯიუტობ? საბოლოოდ ჩვენი ეს კამათი თავარია ეს პოსტულატი რაც არის ეს ბოლო თემა კრავს საბოლოოდ ამ საკითხს რა შენ შეიძლება იზრუნო იმოღვაწო რომ განავრცო შენი შეხედულებები რომ ადამიანები არ ჭამოთ ხორცი არ ჭამოთ ცხოველები ვიღაცებმა განაგზნონ ესე ვთქვათ საკუთარი ბიზნესი რომ აი ჭამეთ ხორცი კარგია და ამ ორი მოსაზრების შეპირისპირებისას ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ მორალური და ეთიკური პრინციპები და არა კანონისმიერი ძალით რა. როდესაც ჯერჯერობით რა შუაში. რატო უკვე რაღაცა ცხოველებს უკვე კანონებიც აქვს. არსებობს. რაღაც კანონში ჯდება. ბადრიმაც წეხან თქვა და სწორად თქვა რომ არსებობს ბუნებითი უფლებები, ხო? ყველა უფლება ახლა ადამიანის მოგონილია, მაგრამ ბუნებითი უფლება საიდან გამომდინარეობს, რომ ბუნებით მე მაქვს სიცოცხლის უფლება, ხო, დავიბადე და ეს უფლებები ცხოველს არა აქვს? არა. რატო არა? გეტყვი რატომაც არა. შენზე პირველად დაიბადა დედამიწაზე, როგორ მოხდა ეგ? შენ გააჩინე ცხოველი, თვითონ დაიბადა. მოდი. ხო, მაგრამ არასწორად თუ ჩამოვაყალიბე, ანუ არასწორად მიყავს. ვერ გამოვყობი მანდ. კაი, არ გამომყვედ, მაგრამ არასწორ რაღაცას ვიტყვი. ხო, მაგრამ ადამიანი მეუბნება, რომ ცხოველი, რომელიც მანამდე დაიბადა, შენ უფრო უფლება გაქვს, რატო? უფლებებია, ეს არის ადამიანური კონცეფტი. ადამიანებს შორის შეიძლება დადგეს უფლებები და ვალდებულებები. სხვა და ეს ადამიანი რითი განისაზღვრება? ბიოლოგიურად დნმ-ით განსაზღვრული ადამიანი იქნება ის ბავშვი, უნარშეზღუდული თუ არა სათანადოდ განვითარებული. რაციონალური აზროვნებით გამოირჩევა ადამიანი. ხო, როდესაც ჩვენ მე როცა გეუბნები თუ სასწავლის აქედან მხარეს აზიანებ ყველაფერს, პირდაპირ გეუბნები, შენ თუ არ ხარ ვეგანი, ყველაფერს აზიანებ. ვერ აზროვნებდეს, ანუ შეზღუდული კონდეს რაღაც ფუნქცია, მაგრამ მაინც ადამიანი იყოს, ხო? და აი მითხარი, პირდაპირ მითხარი, ცხოველს რა უნდა კონდეს ისეთი, რომ შენ აღიარო რომ მას უფლება აქვს. ცხოველმა რა უნდა უფლებას ვერასდროს ვერ ვაღიარებ.
იმიტომ რომ ცხოველი ვერასდროს ვერ გააცნობიერებს საკუთარ ქმედებას. ცხოველი ყოველთვის ინსტინქტურად მოქმედებს. შენ იმას პასუხს ვერ მოთხოვ საკუთარი ქცევის. ვინც თავის ქცევაზე პასუხს ვერ აგებს, იგივენაირად უყურებ? კი, ცხადია, არა. ანუ ადამიანი, რომელიც ყომაშია და ვერაფერს ვერ აი საკუთარ სიკვდილის პირას მისული ადამიანი შენთვის არის უკვე არარაციონალური და არ არის თქო, ეს არის ადამიანი ბიოლოგიურად განისაზღვრება, იმიტომ ბიოლოგიური დეტერმინება ხდება. შენ დნმ გაქვს. აი სამუდამოდ არ გამოსწორდება. აი უყურე. ეგეთ ადამიანი ვეღარ გამოსწორდება სიტყვაზე რაღაცა. ხო, რაღაც ვერ სწორდება. გამოიყენებ? გონებრივი დაავადება, ხო? მისი უფლებები გაინტერესებს? ჩვენ იმას ხوار ვექცევით ისევე როგორც ვექცევით სრულფასოვნად მოაზროვნე ადამიანს, ხო? სიტყვაზე ფსიქიკურად დაავადებული, არა, მაგალითად ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, როდესაც დანაშაულს ჩადის, ხო? ის არ აღიქმება როგორც დანაშაული, იმიტომ რომ ის ვერაცნობიერებს დანაშაულს. იმიტომ რომ დნმ-ით ადამიანია. ანუ შენ ადამიანი რო არის, ეგ არის განსაზღვრება. კარგი, ეგ მიპასუხე. შენზე პირველად რო არსებობდა რაღაცა სახეობა დედამიწაზე. ხო, ეგ ჩემი პრობლემა არ არის. რა არის შენი პრობლემა? არსებობდა. ჩემი შორეული წინაპარი არსებობდა. ნახე, ძალიან მინდა რომ ობიექტურად გავიაროთ ეგ საკითხი. ნახე, ძალიან ეხა დამშვიდდეთ. რაღაცა პლანეტა არის, სადაც არსებობენ რაღაც არსებები და მე გავჩვით ჩვენ. აზრი არ აქვს, მოვერიეთ, მოგვერიათ, მაგას ხვაზე არ აქვს. ნახე, სუბიექტურობიდან ამოდი და ობიექტურად დავინახოთ. ხო. შენამდე რომ რაღაცა არსებობდა, შენი ჩარევის გარეშე მას ხო უკვე ქონია უფლება სიცოცხლის? არა, ადამიანის უფლებები არ არსებობს. როგორ მას აქვს სიცოცხლის უფლება? როდესაც ადამიანი გაჩნდა homo sapiens და დაიწყო ჩამოყალიბება ადამიანურად და გააცნობიერა და ერთმანეთს გაუცვალა აზრი რომ მოდი შენი მოკლა არ შეიძლება, იმიტომ რომ შენ შეიძლება მეც მოკლა, ხო? და როდესაც ჩვენ ამგვარი გაცნობიერება მოვახდინეთ, ხო, რომ ჩვენ ბუნებრივად ვიბადებით, ჩვენ ბუნებრივად განვითარების, ჩვენს სხეულზე პასუხისგებლობის უნარი გვაქვს, აი მაშინ დაიბადა უფლებები. ხოლო ცხოველი როდესაც ამას ვერ აღწევს და ბიოლოგიურად ვერც მიაღწევს, ხო? შეიძლება სწორი ხარ, აი ძალიან ცოტა დაგა ნახე, ძალიან შევწყვეტ მე გეთანხმები ყველაფერში. აი მართლა გეუბნები რომ შენ რასაც ამბობ, ჩემთვის მისაღებია. ეხლა ნახე, უბრალოდ იცი რა განსხვავება ჩვენ შორის სამყაროს ვიწროდ ხედვა და ჩვენთან იცი როგორ არის, შენ რასაც ფიქრობდი ეს გადავლახეთ. მაგიტო ვარ მე აქ რომ ჩვენ წინ ოღონდ პირველმა წინ წასვლებს არ გეუბნები, რაღაცნაირად მოხდა ის და გინდა ევოლუციურად და ვეგანობა მომავალი არის. ადამიანის მომავალი ვეგანურია. შეიძლება ადამიანმა გამოიგონოს და კოლბაში გამოიყვანოს ხორცი და საერთოდ აღარ დაგჭირდეს ხორცის. შენ თანახმა ხარ? მე პიროვნულად თანახმ. რატო ხარ თანახმა? ჩემი არჩევანია და იმის. რატო არ გინდა რომ მოიყვანოს ცხოველი? არ გინდა რომ ცხოველი მოიყვანოს? არა, ჩემი მაშინ ეხლა რატო არჩევანი? მაშინ ეხლა რატო კლავ? ალტერნატივა არსებობს. გამოყვანილია ის ჩემი არჩევანი. ანუ ვერ გავიგე, ისეც გინდა, ესეც გინდა და შემიძლია არჩევანი შევიცვალო. შენ არჩევანი გქონდეს. ჯერ ვკლავდე, მე არ ვკლავდე მე. ეხლა პირდაპირ გეუბნები, შენ გაქვს არჩევანი. ორი სტეიკი შემიძლია მოგაწოდო. ევოლუცია სწორედ მაგაზე მეტყველებს. ორი კერძი შემიძლია მოგაწოდო. შემგროვებლიდან გადავიდა მიწათმოქმედებაზე. ორი კერძი რომ მოგაწოდო. და შემდეგ დაიწყო ამას. რომელს აირჩევ? ორი კერძი და გეუბნები, ამის უკან სისხლიანი არ არის. გადაწყვეტილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პიროვნული გადაწყვეტილებაა ჩემთვის ასწორე მე რომ შევჭამ ეხა დამანახო მაგალითად ვირჩევ. მინდა ეს ვიცი რაც მოყვება ამას. მივიდივარ ჩვენ პიროვნულ გადაწყვეტილებამდე. ეს უკვე მაინტერესებს შენ რომ დაგიდონ ორი რომ დაგიდონ რომელს აირჩევ? მაგითხვას ანუ რატო ვითხარი მე გეუბნები რომ ამას ვირჩევ რა? პიროვნულად გამოყვანილი საურჩევ ან იმას რომელიც მომეწონება და გემრიელი ხდება. არა, ყველაფერი რომ აი შენი ამბები რომ დააკავშირო რა, ეთიკურობას და ყველაფერი. კიდევ ერთხელ. გამარჯობა. გამარჯობა, ალექსი. არჩილი სასიამოვნოა. ასევე. სხვადასხვა შენში რაც შევამჩნიე, ეგ მომენტი იყო რომ შენ უფრო მეტად დაინტერესდა. ნახე მე ხო აქ მოვედი და წარმოგიდგენია ხა როგორი სიტუაცია არის რომ ერთი ვარ რაღაცა აზრი უნდა დავიცვა, ყველანაირად გინდა ისე გინდა ასე აზრი არ აქვს. ჩემთვის ხა როგორც შენ მე ხო ცხოველი ვარ, ყველანი ცხოველები ვარ. ჩემში ირთვება მომენტი რომ მე რაღაცნაირად უნდა ვცადო, რომ ეს ჩემი ძალა იქნება თუ უძლიერობა იქნება ისე შეუნიღბო, რომ ამისი გამოხატვა მოვახდინო ნორმის ფარგლებში რა. და მაგას შეეწირა ბევრი რაღაც შეიძლება უფრო კარგად იყოს რაღაცეები, შეიძლება ძალიან კარგად მოხდა ყველაფერი. მე ხა ეგეთი შენთან მიმართებაში მე რა თქმა უნდა პიროვნულად ყველა ადამიანს პატივს ვცემ და ჩემთვის ყველა ადამიანი საინტერესოა. ეგ მოცემულობა არის რა ყველაფრის. შენთან უბრალოდ რატომღაც ეგეთი ის გამიჩნდა? შეიძლება იმიტომ რომ მელოტი ხარ? რა შეიძლება ეგ იყოს ამის ისა რა წინაპირობა. და ცოტა მინდა რომ თავს მოგახვიო. დავაი. ანუ ეხლა შენ არჩევანს იძლეოდი რაღაცა სისხლიანი სტეიკის და versus non-სისხლიანი სტეიკის რა. თავიდანვე გეუბნები რომ non-სისხლიანი სტეიკი მირჩევნია თუ ამის უკან რესურსები და რაღაცა აი სიტყვაზე ელექტრომანქანებზე რომ მიდის თემა რა, რომ ელექტრომანქანები ძალიან მაგარია რა და არ აბინძურებს. თვითონ სანამ ამ ლითიუმს შექმნიან მარკეტინგი არის. კი, და მაგას ვიზახი რა. შენ სანამ ამ ელემენტს შექმნიან და ლოგისტიკა
ბენზინით არის მივა ქარხანამდე იმდენიც ეოა რომ რა ვიცი რა. კი, ეხლა მე ძალიან ერთი მარტივი მაგალითი მინდა გითხრა. მოკლედ, შეხედე, ხო. მე ამდენად ესეთი საკითხებით გლობალურად არ ვარ დაინტერესებული, არ ვარ მზად ეხლა გესაუბრო რა, პასუხი გაგცე. არა, მე მგონი ინფორმაცია მოგაწოდო. შეხედე, რატო სად გეთანხმები რა? აქეთ ხარ ეს თუ სისხლიანი სტეიკი, რომელიც თან უზომოდ არანორმალურ რესურსებს იყენებს და ზუსტად, ძალიან ბევრს. აქეთ ხარ ეს არის უსისხლო სტეიკი, რომელიც მეოთხეც. კი. მეოთხეც იყენებს, კიდევ უფრო ოკეი, ნაკლებს. ავირჩე უსისხლო სტეიკს. და რა გიშეცხოვს? ანუ, ეხლა შეხედე რა ხდება. ამის უკან მე პირადად ვერ ვხედავ მორალს რა. იმიტომ რომ ადამიანები მე იმდენად ამორალური არსებები მიმაჩნია ზოგადად ასევე ჩემი თავის რა, რომ მორალზე მიწოლა სიტყვაზე რა, რომ ამის უკან სისხლია და მორალის გამო მოდი. მორალს დაანებე თავი, მე შევეცხოვ ცოტა არ მიყვარს. გეუბნები შენ ამით აზიანებ ჩემი შვილის სიცოცხლეს და ჩემს სიცოცხლეს. მაგას ვიზახი. რესურსებს მიხარჯავ. ეხლა მე მესმის, ცხოვრება შენ მინდა. რას იცავ? კი ბატონო. შენ იცავ შენ თავს. და ეხლა უკვე სხვანაირად გიყურებ რა, როცა შენ შენც უნდა გამოძრავდეს იგივე. შეხედე, მაგაზე ვისაუბრებ. შენც უნდა მოთხოვოს სხვას. პირობითა და თუ დაგეთანხმე, ხო? და აღმოჩნდა ის ლოგიკური, ხო? და ძალიან ლოგიკურია. უკეთესი მეთოდი ცხოვრების, ხო? ზუსტად. ოკეი. ჯანმრთელობის სხვა. ყველა მხრივ. ყველა მხრივ. რამ მხარეს გინდა იყოს. ანუ ხვდები, მე ამით არ ვიტვირთავ თავს რა. ეს ძალიან მძიმეა, ხო იცი? ხო. ყველანაირად. კი, ბატონო. ემოციურად მძიმეა, ფიზიკურად მძიმეა, მენტალურად მძიმეა, რესურსების მხრივ მძიმეა. მაგრამ არსებობს ერთადერთი, როგორც მწეულთან მეუბნები, არის ყველაფერი გადაწონის ერთ დამოკიდებულება. ანუ ადამიანი დედამიწა დამოკიდებულება მე პირადად არც იმის მიმართ, არც ამის მიმართ რა. არა, დამოკიდებულება გაუცნობიერებელია. მაგას შენ ვერ გაიგებ. თუ შენ ნახე დამოკიდებულებას განახებ სად არის? შენ თუ ამბობ რომ ეს ყველაფერი მე მაწყობს. ცხოველი პრინციპში კაი, აჰა, ცხოველები არ მეყვარს, მაგრამ სადღაც დაწონებული ვარ რაღაც მხრივ ძაღლი კატა მაინც გიყვარს და ესენიც ეწირებიან. ნახე, გეუბნებით ეგეთ რამეს. შენ თუ ამას აირჩევ. აქ რაც სიმძიმე არის, ეკოლოგიური ეს კატასტროფები რაც არის, დათბობებიდან დაწყებული სიმსივნეები, გულსისხლო დაავადებები, ყველაფერი აქ არის. ამას თუ აირჩევ, შენ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს აი ამას თავაზობ. ხო. და შენ თუ ამას აირჩევ, გექნება იდეალური შენთვის ყველაფერი და ამათვისაც გამოასწორებ სიტუაციას. ანუ შენი დღევანდელი გადაწყვეტილებით შენ იქნები ადამიანი, რომელიც კაცობრიობის განვითარებისთვის ერთნაბიჯს გადადგამს. და შენ ამის ხონა მჯეროდეს. კი ბატონო, რო არ გჯერა, ნახე, ნიშნავს, რომ რა გარღვევინებს, ხინკალი თუ მწვადი, რომელი გარღვევინებს? შეხედე როგორი რაღაცა, მე არც ხინკალი არ მიყვარს რა, არც მწვადი არ მიყვარს. რა მიყვარს? მოდი გეტყვი ესე რა, ჩემ პიროვნება თუ გაინტერესებს სიტყვაზე, პიროვნული შეხედულება. ხო, აი ხა მე გადამყავს, ხედავ იქ პეტერნი რა. ანუ მე ვჭამ იმისთვის რომ ვიარსებო რა. ხო და გეუბნები რომ დიარსებებ. პრინციპულად სულ ერთია. მე შეიძლება ძაღლი შევჭამო რა. ხო, მაგრამ არ ჭამ. კორეელებს არ შეხედე რატო არა? მომიტან უნდა შევჭამ. სადღაც კორეელები ხო ჭამენ რა ძაღლს, მაგრამ უცბად აღმოჩნდა რომ არაეთიკურია, იმიტომ რომ ძაღლი საყვარელია და კადლინგ თემაა და რაღაც, ხო? შენ თანხმობდი მაგას? შეხედე ჩემთვის პირობითად ვიზახი რა, ზაღლის კადლინგი და ემოციური ნაწილი ვაფშე სხვაა, მაგრამ რაციონალური ნაწილი რომ სიტყვაზე ხორცი არ უნდა ჭამა, ღორის საყვარელი. ანუ ჩემთვის ღორის საყვარელია, ზაღლის საყვარელია. კი ბატონო, ყველაფერი საყვარელია. სიტყვაზე, ანუ რატომ ხას დავასორტირეთ ესე რომ აი ღორი არ უნდა მოკლათ, მაგალითად ზაღლი არ უნდა მოკლათ, და აი ზაღლებს ვატყავებთ, არა, ცუდია, ღორი გავატყავეთ, ოკეი, ოკეი, ხო? ანუ მან ცოტა მე ვერ მოყვები, იმიტომ რომ სადღაც რაციონალური რომ გათიშო, ხო? და იყო ლომი, ანუ ჩვენ ხო ვთქვით რომ ხო და ლომს ეხა შენ რო აყურებინო. ვთქვით რომ კაცობრიობა იქ ძალის მანიფესტაცია. ერთი შეკითხვა მაქვს. ძალის მანიფესტაცია, ბოდიში, ძალის მანიფესტაციით მივიდა იქამდე რომ გადაწყვიტა რომ სადღაც ამ ძალის მანიფესტაციის შედეგად ადამიანი გახდა ისეთი ტიპი რომელმაც აიღო და მე გადავწყვიტავ ეხა ვის რა უფლება. კარგი, ერთი შეკითხვა მაქვს, არ ვიცი. ეგრეა, მე ვზივართ ერთმანეთს საუბრობთ და მე და შენ შევხვდით. მე რა მოხდა ისი ადამიანების ერთობლიობა თავხდება, ერთობლივი ეგ იყოს თუ არა? კი ბატონო, ეგ იქნება მომავალში, უბრალოდ ეხა ჩვენ ვცდილობთ რაც მომეტი ადამიანები. მე ვთქვით რომ ზაღლი ერთ რამეს გეტყვი. მე არ ვიცი ეს ეხა ამ თემაში რამდენად დიდ როლს ითამაშებს, მაგრამ მაინც მინდა რომ ეს კითხო. ლომი ბევრჯერ ახსენე. ეხა შენ წარმოიდგინე ეგეთი მომენტი, რომ ლომი მოვიყვანეთ აქ. ოკეი. მოვიყვანეთ ერთი კატა, მოვიყვანეთ პატარა ჩვილი. მე რო ავდგე, მე სხვას არ მინდა სხვებისთვის, მე გავაკეთებ რომ კატას თავი მოვაჭერი. და ლომს ვანახე, რა რეაქცია იქნება? ლომს რა რეაქცია? კატას თავი მოვაჭერა? აზია ლომს ვანახე. კი ბატონო, ეხა კი ბატონო, ბავშვს თავი მოვაჭერი და ლომს ვანახე, რა რეაქცია იქნება? შეჭამს ბავშვს. ეხა იგივე წარმოიდგინე, შენ დაგაყენე ლომის ნაცვლად და კატას თავი მოვაჭრა, რა რეაქცია იქნება? ხო და შეხედე, მან ხდება ეგეთი რაღაც. მან ხდება ეგეთი. ანუ არის რაღაც ეთიკური, შენ რაღაც უარყოფ. ანუ რაღაცა უკავშირებს. ის სიძლიერე, რომელიც ჩვენ მივიღეთ ცნობიერით, ხო? და რომელმაც მოგცა ფუნქცია და უფლება რომ დაბადეკლაროთ მე სხვების უფლებები, ხო? ანუ ცნობიერება უნდა ასევე ვალდებულებას რომ კი ბატონო, შენ მაშინ ესე კითხავ. კი ბატონო, პირდაპირ გეტყვი, რაც უფრო ეთიკური ადამიანი, მით უფრო მეტად გაცნობიერებული თუ არის სამყაროში. რაც კი. ვეგანები ვარ თუ არა უფრო გაცნობიერებული ამ კუთხით.
ამ კუთხით კი. კი, ნახე, ეხლა ერთი ანუ შეგიქვა მაქვს. მარტივი მიზეზის გამო ხო. იმიტომ კი არა რომ სიტყვაზე არა, ლოგიკური დავინახე ჯაჭვი, ჩვენთვის ყველაფერი ერთია. კი, მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი დარდები გაქვთ, ფიქრები გაქვთ, მეტი დრო გაქვთ ამაში გატარებული და ასე კი, დარდი შენი დარდია, იგივე შენი დარდია. შენ რა კარგად იცხოვრო. ნახე, ეთიკური განვითარება შენი შვილისთვის არის კარგი. შეხედე, ეგ დარდი, შენ თუ გინდა მე მიბოზო, ხო? მაშინ ცოტა სხვა ფორმით უნდა არა, მე საერთოდ ვალდებული არ ვარ, რომ შენ რამე გიბოძო, ნახე, მე გეუბნები პირდაპირ გავალდებულებ, ნახე. შენ ჩემ შვილს. ვალდებულებ და всё. არა, ნახე, შენ ვალდებული ხო ხარ, რომ სხვისი უფლება დაიცვა. პირდაპირ გეუბნები, შენ რომ დღეს ამ ნაბიჯს არ დგამ, დაანებე ცხოველების სიყვარულს თავი. შენ იმ ხარ რესურს მართმევ, აი მე რო ოჯახის წევრები მყავს, ონკოლოგიური პაციენტები არიან და იქ ვიღაცა რაღაც პრობლემები აფთიაქში რიგები როა. პირველი ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ყველაზე მთავარი ფაქტორი არის კვება და კვება არის ჩვენს ქვეყანაში ეგეთი არანორმალური და მსოფლიოშიც ეგრეა და მაგიტო რო გახედო წარმოედგინე სულ წამლები, სულ რაღაცები და შენ გეუბნებით რომ თუ გინდა რომ მომავალი კარგი იყოს, გაქვს ვარიანტი. გადადგა ნაბიჯი და იყო იმ ადამიანების გვერდით, ვინც ფიქრობენ რომ მომავალი ერთხელ კი ცხოვრობთ, მაგრამ დაუტოვოთ შემდეგი თაობას რაღაცა კარგი. როგორც ჩვენ ახლა ილია ჭავჭავაძე მოგწონს ვიღაცა ჯორდანო ბრუნოსო ემადლიერებით კი დაწვეს ეგ, მაგრამ მე ვნახეთ რომ მაგარი იყო ყველაფერი ხო ეგრე იყო. აი მაგაზეა საუბარი, შეხედე დაწვეს რა. ჩვენ ახლა აპოზიციაში ვართ. კი ბატონო, ჩვენ აპოზიციაში ვართ, იცი, უბრალოდ ყველაზე კარგი არის რომ ეთიკური განვითარება ასე თუ ისე მაინც ყველა კატეგორიის ადამიანს მიყვა, თორე ვეგანი რო გეთქვა რომ ვარ დაგწოვდნენ. იგივეა. ვეგანი გეთქვა ვარ და ალბათ იყო რაღაც. კი ბატონო, ეხლა ნახე, ჩვენი ეთიკური განვითარება azt ნიშნავს, რომ შენ რო დაინახავ, რომ საუკუნეების მერე იბადებიან ადამიანები, რომელსაც განვითარება უნდათ. შენ რომ მხარს ისევ, შენ იქნები კოცონის დამთები თუ ადამიანი რომელიც იტყვის, რომ არა ძმაო, ესენი მართლა სწორს ამბობენ. შეხედე, შენ ძალიან ლოგიკურ ჯაჯს მიყვები რა. და რატო არ, მაშინ რატო არ გამნაბიც? რაც უფრო მეტია ეთიკა, მით უფრო მეტია განვითარება და ყველაფერი. და ასე. მაგრამ ნახე, ეთიკა რაც უფრო დიდია. სადღაც რა ხდება, იცი? ეხლა ბნელ ოთახში რო ვიყოთ და შენ ფიქრობდე რომ მე შენ შვილს რაღაცას ვართმევ. გქონდეს დანა, ყელს გამომჭრი? ანუ ნახე, ეგ მე შენ შვილს ვართმევ ხა ჩემი პოზიციით რა. როგორ არის, იცი? მარტო შენ კი არა ხარ, შენ ხარ და შენი ტრაიბი და მე ვარ და ჩემი ტრაიბი და გააქვს ფუნქცია და შესაძლებლობა დახულ ოთახში ყოველგვარი ანუ მე საფრთხეს შენ საფრთხეს გძნობ რეალური საფრთხე მაქვს, თავს დავიცავ. ხო და ყველანაირი მე რას გეუბნები? შენ მოდი ხარ და ხარ ამ პოზიციით რომ მე იმედი ხა არ იყო იმას რომ ქათმები რაღაცა აჯანყებას აპირებენ ჩვენს მიმართ. ნო. სხვა რაღაცას გეუბნები. შენ ძახი რომ შენ ყავს სიტყვაზე ტრაიბი, რაღაც 100,000 ადამიანი, მილიონი ადამიანი და მეც ვიჩნდები აი რაღაცა მილიონი ადამიანი რა. აი სადღაც გავსწორით 50-50-ზე ვართ რა. და შენ თვლი რომ მე სიტყვაზე ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, შენ ბავშვს რაღაცას ვაუნებ, ხო? როგორც ხსნი ახლა და მაგას მე დავიჯერავს რომ ახსნი გექნება შენი мотиваცია, არგუმენტაცია რაღაც მთელი ჯაჭვი რა. და გიშავებ. მოკლედ რა. ჩაკრა შუქი და გაქვს დანა რა. ანუ იმის გარდა რომ პოზიცია გაქვს გაქვს ასევე შესაძლებლობა რომ გამანადგურო რა. ხო და რატომ უნდა მე თუ შენ ანთებულ შუქში თუ არ მოკარი ჩამქრალზე რატომ უნდა მოკლა? არა, ანთებულში და ჩამქრალში რას გულისხმობ, იცი? განკითხვა არ იქნება, ანუ არაფერი შედეგი არ დადგება, მხოლოდ მოიგებ. არა, ჩვენთვის ზოგადად ყველაფერი ნათელი არის. მე თუ შენ გეუბნები დღეს დანა შეიძლება მქონდეს. მე სხვა შეკითხვა მაქვს. კაი, არ გინდა ბნელი შუქი. ოკეი. მითხარი აბა. შედეგი არ დგება არაფერი. ეხლა ერთი ჩემი ცხოვრების უგველყოფით შეგიძლია მოაგვარო შენი საკითხი და შენ შვილს ის მომავალი მისცე, რომელსაც ჩემი აზრით მე ვართმევ. რას გააკეთებ? არა, ჩვენ ადამიანები ვართ, რომლებსაც გვინდა რომ მაქსიმალურად ჰუმანურად მოხდეს ყველაფერი. ანუ ჩვენ თუ შეგვიძლია რომ ნახე, ინსტინქტი როგორი ამია. ყველანაირად ვიცდები რომ მივიდეს იქამდე რომ სხვისი უფლება დავიცვათ, ახსნებით იქნება, განმარტებებით იქნება და თუ თავდასხმას დავინახავ, თავდასხმას არ ხედავ. ხო და რატომ უნდა მოკლა? განსხვავებას ხო არ მოკლა? მანდა არა, შეხედე, მოგების ერთადერთი შანსი გაქვს რა ეს. მოგება რას უნდა მოუგო? რას უნდა მოუგო? მე ვარ შენთვის საფრთხე, ხო? ხო და შენ თუ მკლავ, მოგკლავ. არა, მე არ კლავ. შეხედე, შენ იძახი რომ მე ჩემი ცხოვრების მეთოდით ვარ შენი შვილისთვის საფრთხე. ხო იძახი. და მინდა რომ დაგარწმუნო, იმიტომ რომ შენ ღირებული ხარ. ეხლა შეხედე, კითხვა მაქვს შენთან, შემდეგნაირი მარტივი. მე ვარ შენი შვილისთვის საფრთხე. ოღონდ პირდაპირ საფრთხე არ ვარ. ცხოვრობ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე საფრთხე ვარ რა. შენ ჩემისთვის კი არა, შენი შვილისთვის საფრთხე ხარ. მაგას გეუბნები, შენ ხარ მამა, რომელიც ვერ ხვდები. შენ შვილს ავარწმუნებ. გეუბნები რომ აი ეს მამა, ეს წარსული ამდენი ხანი რომ ცხოვრობდა ეს ადამიანი, იყო აი ტყულში ცხოვრობდა და არ გინდა შენც იგივეს არ გაყვე რა. ბაბუა შენისაც არ გაყვე. მაგას გეუბნები, შეხედე. არის
მდგომარეობა, სადაც შენ თვლი, რომ ჩემი ტრაიბი, ჩემი მილიონი ადამიანი პირობითად ვიზახი. ხო. ეხლა სად მივდივართ, ის სადაც ომი ხდება რა. კი ბატონო, ჩვენი ომი არ გვინდა და თუ ნახე, შენ თუ ხარ, ეხლა ნახე, მე და შენ შორის არის ერთი ნაბიჯი რომ ვიომოთ. ეხლა პირდაპირ გეუბნები. ეხლა ნახე. აი მაგ კითხვას გისვარ, შენი გაწყვეტილი ვარ რა. ერთადერთია თუ თავს მესხმი, ყველანაირად, ანუ ინსტინქტით ვიმოქმედებ, თუ თავს მესხმი. თუ არ მესხმი, მაშინ მირჩევნია რომ ჭკვიანურად შენ შულს დავანახო სიმართლე, შენი ჯგუფიდან დავანახო ხუთ კაცს. და ვეტყვი რომ ნახე რას აკეთებ, შენ გაზიანებს, მეც მაზიანებს, ყველას აზიანებს, მომავალს აზიანებს და არ გინდა საძმო. ეგ შეკითხვა მქონდა მე, შეხედე შენ და შენ რას იზამ პირიქით სიტუაციაში. ეხლა ნახე, მე რა გიხსნა შენ. ნახე, მე არ მინდა შენი მოკლა. არა, შეხედე რას გეუბნები. აქ შევდახტებით. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიძახით რომ ეთიკა ამოძრავებს კაცობრიობას, ხო? ხო და აქ ეს შეკითხვა იმიტომ დაგისვი ესე, რომ აბა ეთიკას გავყებოდით თუ ძალას გამოიყენებდით, ხო რა? არა, ძალა, ეთიკა რა ძალა? ხო. ეთიკა ძალა? აჰა. აი გუნდა მეთქვა მე შენ. ეთიკა არის ძალა. ეხლა ნახე, მე ესეთ რამეს გეუბნები. ეხლა მე ესეთ რამეს გეუბნები. ამიტომ შუქს თუ ჩააქრებ, ხელს გამოგჭრი. ეხლა პირდაპირ გეუბნები. შენ თუ შუქს ჩააქრებ ჩვენს ოთახში, ნახე, მე ნახე, მე პირდაპირ გეტყვი რომ შენ როგორ ცხოვრობდი? ნახე, შენ როგორ ცხოვრობდი? მე ეგრე მიცხოვრია, მე შენი ჯგუფიდან ვარ. უბრალოდ გამოგეყავ, იმიტომ რომ დავინახე რომ შენი გადაწყვეტილებები მაზიანებს. აზიანებს, შენ გაზიანებს, ოღონდ ვერ ხედავ რაღაცის გამო, სხვებს აზიანებს, ყველაფერს ზიანდები და მეგობრულად მოდივარ რომ იმით კი არა რომ აი პირდაპირ მაგალითები მომყავს, შენ ეს გააკეთე, გუშინ ფეხი დამიდე, იქ ჩემ მეგობრებს თუდად მოიქეცი და დაძაბულობას აკეთებ რა და მეგობრულად გეუბნები, შენ, ჩვენ შეგვიძლია, ნახე, მე გეუბნები, ეთიკურად გამოვიყენებ ისეთ რამეს, რომ 10 წელი დამჭირდეს შენივე ხალხს მოვაკლევინებ შენს თავს, იმიტომ რომ მე არ მინდა მოყვა. ეგეც ხო რაღაც მკვლობაა. შენივე ხალხს მოვაკლევინებ შენ თავს. ეგ პოზიცია, ეგ პოზიცია ხო? კი ბატონო და ჯანსაღი რამეა. შეხედე, არა აჯახ, ეგ არის მანიპულაცია. შენი რომელი ჯობი ადამიანი მოყვა თუ მანიპულაციად დაიყოლიო რამეზე. არა. შენ თუ კლავ, შენ თუ აკავებ კაცო, შენ თავს ამნიშნულობა აქვს, შენ თუ მომკლავი მოდი. არა, მოკლაში. მაგას ეგ მითხარი ხა შენ. ეხა შეხედე შენ მითხარი ეგეთი რაღაცა. მე კი არ მოკლავო შუქი რო ჩაქრესო რა. შენ შულთან მივალო, შენ შულს დავგრუზავო და შენ მოვიგებ შენ თავს. ეგ არის ეგ პირიტექსტით მითხარი. ეხა თანახმარო ვიყო გეტყოდი. ეხა მაგაზე თანახმარო ვიყო გეტყოდი. სხვა რაღაცის გეუბნები. გავჩერდე ეს რაღაცა. ეს არის იგივე ჩაჭერა. ხო. ამ ჩემ მე რო განვარცხო ეს აზრი. როგორც ამ ადამიანთან მქონდა შეჩაწერა, იმაზე რომ ადამიანმა თქვა რომ ცხოველი ნივთია. ნუ ესე მოუვიდა თქვა რა რიტორიკაში თქვა რა რომ ცხოველი ნივთიაო და ნუ აი შენ ეხა შეგედე მე მგონია სწორგაზ ადგიდა შემიძლია მე სიტყვაზე აუყვე ამ ფრაზას რას უნდა აუყვე შენ არ გაქვს შენი აზრი ჩემი შვილი შენი აზრი არ გაქვს სხვა ადამიანს სხვა შენ შვილს მოკლა რას ნიშნავს ჩემი თავი მოაკლევინო ნახე მე რო ეგ მეთქვა ნახე მე არ ვარ ადამიანი რომ ნახე შეიძლება სიტყვები ერთნაირი იყოს ნახე გეტყვი რასაც გულისხმობ მე თუ რამეს გულისხმობ არ ვარ ადამიანი რომ რაღაცა თქვი და არა პირდაპირ გეუბნები მე ვთქვი ეგეც გადაგიყვანს თავი ჭკუაზე შენ რო დაინახავ რომ 30000 მეუბნები და იმ მომენტში ხომ იტყვი რომ მოვაკლევინებ შენ შვილს ანუ იდეურად მოკლავს აბა რას გიზავს ანუ შენი იდე აღარ იარსებობს შენი იდე არ იარსებობს ის უკან კლაუდი ეხლა დამიზუსტე რომ იდეურად კლავდა ვეღარ გავიგე მე კითხვა მაქვს ესეთი შეხედე შენ რატო იყო ეს ხო გაგდა პასუხი სამკალი ვდახი რატო იყო იცი შენ ხო შევთანხმდით ამაზე რომ კაცობრიობა ეთიკურად ვითარდება ხო ანუ რაც უფრო მეტი ეთიკურობა არის ანუ ნიშნავს რომ გადმოგიბირებ მირჩევნია ვიდრე მოკლა კი ბატონო შენ რომ მე მკლავ მე არ კლავ მე არ ვიცი ზოგ კლავ აბა რას შენ მithქვი რომ შენ ხო მეთანხმები რომ კლავ შენ მე არ რატო როცა გეუბნები რომ შენი რესურსები არა შენი გადაწყვეტილებით ესენი იხარჯება ესენი ჰაერი არ მაქვს ანუ ჰაერი არ მაქვს მე ვიზახი ეგეთ რაღაცას აი შეხედე მოცემულობა გავაძე აქ ხარ შენ აქ ვარ მე ხო შენ თვლი რომ მე ჩემი ცხოვრების არსებობით და წესით ხელს გუშლის ყველას ხო შენ კლავ შენ შვილს კლავ მე კი არა შენს გვერდით რო დგას მაგასაც კლავ და მე გავაკეთებ ეგეთ რამეს შენ არ მოკკლავ მოდი მოკლა გავიგოთ ორნაირად ერთი არის რომ ადამიანს ძალაუფლება ჩამოართვა და მეორე არის თავი წაართვა ან თავი მოაჭრა მე გეუბნები რომ ვეცდებით ნახე ეს ადამიანი ცუდად იქცევა და ჩვენ არ გვინდა რომ ვინმე დავაზიანო და თავდაცვა მიწევს და მე შემნია რომ ამ ადამიანმა ჭკუა ისწავლოს განვითარდეს ანუ წერა კითხვა ისწავლოს იცი რა მე პირდაპირ გეტყვი აი პიროვნულად კი არ გამიგო მაგრამ ჩვენთვის ვეგანობა ნიშნავს ერთი ნაბიჯი წინ გაგდა ვიღაცა გიქაჩება და არ წახვიდე მაგას გეუბნები რომ საბოლოო ჯამში რა იქამდე მიდიხარ რომ კონფლიქტია რა ხო და მე შენ უნდა გადადგა ეგ ნაბიჯი არ უნდა არავინ არ უნდა გადადგეს უნდა ვისაუბრო ხო, მნიშვნელოვანი დებატები იყო და ჩემი აზრით ესეთი ტიპის დებატები და ესეთი ტიპის თემებზე მსჯელობა ზოგადად საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ არა მხოლოდ ის თქვა ცხოველებს აქვს თუ არა უფლებები ზოგადად უფლებების კონცეფციის ცნება რას გულისხმობს ჩემი აზრით ამის გააზრება ამ საზოგადოებაში არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ეს ბევრ ცხოვრების ასპექტს ზოგადად უკავშირდება მათ შორის ადამიანის პოლიტიკურ უფლებებს, სამოქალაქო უფლებებს და ასე შემდეგ ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება ცხოველების ნაწილს, შეჯამების სახით ჩემი მთავარი სათქმელი რა არის და მთავარი არგუმენტი. ის რომ ადამიანებს ცხოველების მიმართ აქვთ ემპათია,
ეს გამომდინარეობს ადამიანების ეთიკურობიდან გამომდინარე და ის რომ ისინი ცხოველებს აინჭებენ ღირებულებას და არა იქიდან გამომდინარე რომ ცხოველებს აქვთ უფლებები. და ის რომ მე ვსაუბრობ იმაზე რომ ცხოველებს აქვთ უფლებები, ეს ურაც არ ნიშნავს იმას რომ ადამიანები ხა უნდა წავიდნენ და ცხოველებზე საკუთარი ბრაზი და ზიზღი თუ კი ვინმეს მიმართ გააჩნიათ ეს ყველაფერი ცხოველების მიმართ ამოიღონ. ეს არ დაარნიშნავს. უბრალოდ მე ვამბობ რომ სინამდვილეში თუ კი არსებობს უფლება, ამ უფლებას უნდა მოსდევდეს აუცილებლად პასუხისმგებლობის აღების უნარი და ვალდებულება სხვისი უფლებების დაცვაზე და ცხოველს ამის უნარი არ გააჩნია, იმიტომ რომ ცხოველს არ აქვს საშუალება მან განსაჯოს ზოგადად რა არის სწორი და არასწორი და ცხოველს არ გააჩნია ზოგადად მორალი. ის მოქმედებს ძირითად შემთხვევაში ინსტინქტების დონეზე, განსხვავებით ადამიანისგან, რომელსაც შეუძლია საკუთარ ქცევაზე აიღოს პასუხისმგებლობა. თუ კი ჩვენ მივიდოდით იმ აზრამდე, რომ ცხოველებს გააჩნიათ უფლებები, მაშინ მოგვიწევს პრევენცია იმ ცხოველების დაცვის, ვისაც სხვა ცხოველი შეიძლება პოტენციურად ძალადობდეს და ეს გამოიწვევდა სამართლებრივ კოლაფსს, იმიტომ რომ ერთი ფიზიკურად აღუსრულებელი იქნება, რომ ყველა ცხოველზე ძალადობის ფაქტი და პრევენცია სახელმწიფომ გამოავლინოს და მეორეც ეს პრობლემა შეუქმნია ზოგადად ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებას, რამდენი რესტორნის ვეპატრონე და რამდენი მზარეული და რამდენი ის ადამიანი, ვინც ხორცს უკვეთავს რესტორანში, დასაჭერი გაგვიხდებოდა, თქვენ ალბათ წარმოგიდგენიათ. მაგრამ ზოგადად მე რა პრობლემასაც ხედავ ცხოველების უფლებების გაგებასთან მიმართებით, ანუ ჩვენ თუ დაუშვებთ იმას, რომ ცხოველებს აქვთ უფლებები, მე ზოგადად საშიში აზრი მგონია ეს იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის დეჰუმანიზაციას უწყობს ხელს და ზოგადად კაცობრიობის განვითარების შეფერხების საფუძველი შეიძლება გახდეს ეს მიდგომა. იქიდან გამომდინარე, რომ თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ცხოველის, არ ვიცი, მაგალითად, ღორის დაკლა არის ძალადობა, წარმოედგინეთ, რომ რამდენი ფერმა და რამდენი ფერმერი შეიძლება გამოვაცხადოთ მონაფთფლობელად, მოძალადეთ და ამ ლოგიკით წარმოედგინეთ, რომ ბაზარზე გაჩნდება ჩვეულებრივად საკვების დეფიციტი, იმიტომ რომ დღეს რაც ამ დებატებშიდან გამოჩნდა და ვერც ერთი საფუძვლიანი არგუმენტი ვერ მოვისმინე მცენარეულ საკვებს როგორ შეუძლია ჩაანაცვლოს ცხოველური საკვები, ეს გამოიწვევს დეფიციტს ფიზიკურად, კვების დეფიციტს მსოფლიოში დედამიწაზე, რაც კიდევ უფრო გააძვირებს ადამიანების ცხოვრებას, უფრო გააძვირებს მათ კვების საშუალებას და ჯერ კაცობრიობა არ არის განვითარების ამ დონემდე მისული. თუ ამას ნებაყოფლობით გააკეთებენ ადამიანები, კი ბატონო, უბრალოდ ჩვენ არ მინდა რომ მოძალადეებად და მონათფლობელებად გამოაცხადოთ ის ადამიანები, ვინც მაგალითად ხორცის საშუალებით გარკვეულ პროდუქციას აწარმოებენ. და იგივე რო ავიღოთ მაგალითად ინფრასტრუქტურის განვითარება. აი ამ მიმართულებითაც კი შეიძლება ჩვენ დავაზიანოთ კაცობრიობის განვითარება. წარმოედგინეთ რამდენი ხიდის, რამდენი შენობის, რამდენი რამის აშენების დროს შეიძლება დაზიანდნენ მწერები, ქვეწარმავლები, სხვადასხვა ტიპის ცხოველები და ასე შემდეგ და გამოდის რომ მაშინ ჩვენ უბრალოდ ხელები უნდა ჩამოუშვათ და ადამიანები არ უნდა განვითარდეთ და არც ინფრასტრუქტურა არ უნდა განმოვითაროთ, არც იმ საკვებს არ უნდა ვიღებდეთ, რომელიც ჩვენ ჯანმრთელობას უკეთეს ხდის და ეს არის ჩემი აზრით ჩვენი განვითარებისთვის ძალიან ცუდი. ამიტომ მგონია რომ ცხოველებს არ გააჩნიათ უფლებები და ამ აზრის ესე რომ ვთქვათ, აქტუალიზაცია არ არის მაინც და მაინც მიზანშეწონილი. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ნაკე. ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტს პირველ რიგში. დიდი მადლობა ქალაქის თეატრს, სადაც ვართ ასევე და მოკეთ ამ თემის ზოგადად შეჯამებას არ გავაკეთებ, ძალიან ბევრი ლაპარაკის წინა ბადრიმაც ვინც შეაჯამა, ჩემი აზრები იყო ერთ-ერთში. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ მსგავსი დებატები განსხვავებულ აზრებს შორის. მგონია რომ ძალიან კარგ ბიძგს მისცემს ქვეყანაში ადამიანებს, რომლებიც რაღაცნაირად პოლარიზებული და გახლეჩილები არიან და მგონია რომ ადამიანის განვითარება ზოგადად შეუძლებელია საუბრის გარეშე. და რაც მეტი თემა იქნება, რაც მეტი საკითხი იქნება, სადაც ადამიანების აზრები იყოფა რადიკალურად და ამ თემებზე ვისაუბრებთ ხოლმე, მგონია რომ გაცილებით წინ ვიქნებით აბსოლუტურად ყველა საკითხში. უფრო სმარტებით ვიქნებით, უფრო ჭკვიანებით, უკეთეს მომავალსაც დავითრევთ. ესე ხელში გვეყოლება და good luck მოკლედ ამ პროექტს. მადლობა ყველას, ვისაუბროთ რაც შეიძლება მეტი და დავლიოთ ხოლმე ცივი-წყალი. ეგ არის ჩემი რჩევა. მე მინდა ერთადერთი რაღაც დავამატო, ჩვენს ქვეყანაში არსებობს ძირითადად ინფორმაციის ნაკლებობა და ეს არა მხოლოდ ამ კუთხით, არამედ ნებისმიერი კუთხით ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ცუდია რომ ესე ემთხვევა, მაგრამ სულ არის ხოლმე ინფორმაციულ ვაკუუმში. და ისაც დღეს მოხდა, ასე თუ ისე, რა თქმა უნდა, ყველას პატივს ვცემ, მაგრამ არგუმენტებით და ბოლო სიტყვაც ისეთი იყო, რომ
ადამიანებს პირდაპირ ეტყობათ, რომ გარკვეული ინფორმაცია არ აქვთ რაღაც საკითხებზე და უბრალოდ თავიანთი პიროვნული გადმოსახედიდან უნდათ, რომ არ განვითარდეთ. განვითარება ყოველთვის განვითარების წინაპირობა ყოველთვის იყო ეთიკურობა ადამიანში, კაცობრიობაში, ნებისმიერი წარმატებული ნაბიჯი, რომელიც კაცობრიობას გადაუდგამს, ყოველთვის დაფუძნებული იყო ეთიკაზე. ეთიკური განვითარება არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ შენ რაღაცა გიყვარდეს და მისთვის კარგი გააკეთო. ეთიკური განვითარება ნიშნავს, რომ შენ აფასებ ლოგიკურად შენ საცხოვრებელ გარემოს, პლანეტა, სადაც ცხოვრობ, იცი მისთვის რა არის კარგი, იცი შენი გვერდით მდგომისთვის რა არის დამაზიანებელი და რა არის უკეთესი. ვეგანობა ნიშნავს, რომ შენ ამ პრობლემებს უყურებ, ხედავ, გადაჭრის გზებს ეძებ და მოქმედებ. მე მარკ უცვლად რო თქვა, ძალიან მესიამოვნა ეს ყველაფერი, როგორც იყო, ძალიან ბევრი ვინერვიულე, მაგრამ ხვდები, რომ ეს ჩემი გამოცდილებისთვის საჭირო იყო და ასევე ყველაზე მთავარი რაც არის, რომ ასე თუ ისე საზოგადოების რაღაც ნაწილი ინფორმირებული მაინც იქნება, რომ თუ რა ხდება, რა საქმიანობს ყოველდღიურად, რა ნაბიჯების გადადგმა უწევს და მინდა დაინახოს, რომ მათ გვერდით არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ მათი სიცოცხლე, ჩვენი სიცოცხლე, სხვა არსებების სიცოცხლე დაცული იყოს, ხედავთ პრობლემებს და გვინდა რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ. ეს დღევანდელი შეხვედრა, მე პირადად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ დიდი ნაბიჯი იყო ინფორმაციული კუთხით ჩვენს ქვეყანაში და ძალიან ბევრ პრობლემასაც მოაგვარებს, დიდი იმედი მაქვს. თქვენ უყურებდით გადაცემას წრეში. ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი თემებით. მომავალ შეხვედრაზე.